ბატონ პრეზიდენტო, 5 წელი გავიდა უკვე 2008 წლის ომის შემდეგ. ამ პერიოდის გავლის შემდეგ თქვენ როგორ შეაფასებდით რუსეთთან დიპლომატიური გზის რესურსი, რამდენი დარჩა იმისათვის, რომ მოგვარდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემა. თვლით თქვენ, რომ რუსეთი არის წამომსვლელი საერთოდ რაიმე სახის დათმობაზე, ან რატომ დაინტერესებდეს მას დათმობებზე წამოსვლა? გუშინ თქვენ იხილეთ ინტერვიუ რუსეთის მაშინდელ ფორმალურ პრეზიდენტთან და ახლა არანაკლებ ფორმალურ პრემიერ-მინისტრთან, მედვედევთან. და მან კაცმა ღიად გითხრა რა რუსეთის დოქტრინა, თუ გინდა რომ რუსეთი რამეს წამოუდეს. მან თქვა რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა შევეგუოთ რომ ქართლის შუაგული, ეგრეთ წოდებული სამხრეთოსე ცხინვალი და აბხაზეთი აღარ არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. მეორე ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას რომ საქართველოს აღარასდროს აღარ შევა ნატოში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და მესამე თუ კიდე ევრაზიულ კავშირში შევალთ შეიძლება რუსეთმა უკეთესი თვალით შემოგხედოს. ამიტომ ეს არის ყველა ერი თვითონ ირჩევს თავის ბედს საბოლოო ჯამში. ახლა ჩვენ ცხოვრობთ 21 საუკუნეში და ქართველი ერი როგორც მრავალჯერ თავის მრავალსაუკუნოვანი 1000 წლოვანი ისტორიის განმავლობაში არის კონკრეტული არჩევანის წინაშე. თუ ქართველ ერს სურს რომ უარი თქვას თავის ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე, თუ ქართულ ერს სურს რომ უარი თქვას რეალურად მომავლის განვითარების იმედზე, იმიტომ რომ ევროატლანტიკური სივრცე ამას ნიშნავს, ეს არის ჩვენი შვილები, შვილიშვილების ძელვადიანი უსაფრთხოება. თუ საქართველოს მზად არის რომ უარი თქვას თავისი შიდა არჩევანზეც, იმიტომ რომ ევრაზიის კავშირი ამას ნიშნავს, რომ ისინი გიწესებენ უკვე თამაშის წესებს, მაშინ რა თქმა უნდა გარკვეული შესაძლებლობები რუსეთთან არის. მე ერთი რამ მინდა ყველას გვესმოდეს და თავიდან ამაზე მოვუჭრო, რომ აი ჩვენ შეიძლება მოვილაპარაკოთ, რომ კრავმა შეიძლება მოილაპარაკოს გელთან. რომ კრავი, მთელი ეს წლები ჩვენ ლაპარაკი მათთან რა იყო, რომ შენ ზევით ახალ მექვევით როგორ აგიმხრო წყალსაო. ჩემი ურთიერთობა პუტინთან იყო სულ ესე, ჩემო ძვირფასო მგელო, ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო, ჩემო სიმპათიურო. ჩვენ პატარა ცხარი ვართ, დაგვენებეთ თავი. და ჩვენთვის ვიქნებით არც აგიშლით ნერვებს აქვე ვიქნებით გარშემო, ჩვენ პატარა არიანი გვექნება, საერთოდ თქვენ დიდ გლურ ბუნებას და ინტერესებს როგორ შევეწინავთ. ოღონდ ძალიან თქო არ შეგჭამოთ. და ყოველჯერზე როცა მოდიოდან გეუბნებოდა რომ თქვენ რაღაცას არ შეერთ, გეუბნებოდ თქვენ ზევით ახართ, ჩვენ ხოვით როგორ აგიღროთ წყალსა. არ გაჭრა. მე მივიღე ეს გამოცდილება არ ჭრის. დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გაცვლია მართალი ეს არის სწორი ტერმინოლოგია. ამიტომ არც უნდა შეხვიდე ამ დისკუსიაში. თუ ჩვენ როგორც ერთს გვინდა გავაგზავნოთ სიცრუეში ცხოვრება, რაც დავიწყეთ ამ რამ პატარა ცირეხნისი, რა 9 წლის წინ ცირეხნისი. თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ქართული ოცნება იყოს ის რომ გელი უცებ დაგვიტკბება მაძღარი განმოხედავს კეთილი თვალით და თუ რა საყვარელი ცხარია და მოდი ამასაც ვაძოვოთ ამასაც თქვენ ამბობთ რომ ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით ოცნება. რა თქმა ეს არის პირდაპირ მოწოდეთ გინდა ოცნება უწოდეთ და გინდა თავის მოტყუება. და მე ჩემი როგორც ლიდერის ფუნქცია იყო და ყველა წესიერი პატიოსანი ადამიანის ვისაც პოლიტიკოსობაზე აქვს ფუნქცია არის რომ თავის ერს თავის ხალხს იმდენი პატივი მაიცეს რომ უთხრას სიმართლე. და თვითონაც არ იცროს იფიქროს ტყუილების კატეგორიები და არც სხვა აყოფოს ამ სიცრუეში და ტყუილში. ბატონ პრეზიდენტო, მედვედევი გუშინდელ ინტერვიუში სწორედ ამბობდა რომ კრავი არც უნდა ელაპარაკოს მგელს, მან ასეთი პოზიცია დაიჭირა რომ თქვენ გაქვთ საქმე აფხაზებთან და ოსებთან. თქვენი მთავარი შეცდომა არის ის, ამბობდა მედვედევი, რომ თქვენ არ ელაპარაკებით პირდაპირ აფხაზებს და ოსებს, რატომ ელაპარაკებით მე რუსეთს? ეს თქვენი პრობლემაა, თქვენი მოსაგვარებელია. თქვენ თვლით რომ შესაძლებელია უფრო აქტიური მოლაპარაკებებით აფხაზებთან და ოსებთან რაიმე რეალური შედეგის მიღწევა? მოდი ვთქვათ რომ ესეთი სუბიექტი როგორც ოსები, ეგრეთ წოდებული სამხრეთოსი პრაქტიკულად რუსეთმა გააქრო რუკიდან ამის შესახებ მე სწორედ ომის დღეებში ლაპარაკობთ. პრაქტიკულად რუსეთმა გააქრო ეს სუბიექტი. ცხინვალის ოსური მოსახლეობა იქ პრაქტიკულად ხალხი აღარ დარჩა, დარჩა უბრალოდ რუსი სამხედროები, ჩვეულებრივ საოკუპაციო ჯარი. რაც შეეხება აფხაზეთს, აფხაზეთში დაახლოებით მოსახლეობის 30% არიან აფხაზები. ჩვენ ამ აფხაზებთანაც იყოფ სომხებთანაც და ბუნებრივია ქართველებს ეს ისაც არ ჭირდება, ისაც აქტიურად ამით დაკავებული. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად გახსნილ ურთიერთობა უნდა გქონდეს და ამ ხალხს გქონდეს საშუალება ურთიერთობამ დანარჩენ საქართველოსთან. მაგრამ ეს ზღაპრებია. მოდით რუსეთი არაფერ შუაში არ არის და გვერდზე გავწიოთ და პირდაპირ იმათთან ვიმოქმედოთ. ხა რამდენი წელი უნდა გვატარონ ერთი და იგივე წრეზე და ერთი და იგივე წრეის ჩატარებას აქვს თავის მინუსს და თანდათან წრეზე გატარებენ და მე გითხრებენ. ამას აჭმევდნენ მუდმივად შევარდნაძეს. შევარდნაძე ხო ვითომ მქონდა ეს დიდი დიპლომატიური გამოცდილება. ერთმანეთზე უარეს კატასტროფულ ხელშეკრულებებზე მოაწერეს ხელი. სწორედ ამ სოუში რუსეთი არ შუაში არ არის. აგერ ცეცხლის შეწყვეტა ერთი მოსკოვის ხელშეკრულება
დაეცა გაგრა. მანამდე დაგომისის ხელშეკრულება პრაქტიკულად ამით დავაკანონეთ ჩვენ 2008 წლის ომის. თუ არა დაგომისის ხელშეკრულება ერთი რუსი არ იქნებოდა ცხინვალში და სადაც ცხინვალის პრობლემა აღარ იარსებოდა. ვარდების რევოლუციას არ დაჭირებოდა მაგას. უკვე აღარ დაგხვდებოდა ეს პრობლემა. დაგომისის ხელშეკრულება, მოსკოვის ხელშეკრულება ეცემა გაგრა, სოჭის ხელშეკრულება ეცემა სოხუმი, შემდეგ 94 წლის ჟენევის ხელშეკრულება ასევე ჩვენსა და აფხაზებს შორის ძირითადად რუსეთის შუამავალია და პრაქტიკულად ვაკანონეთ რუსეთის ოკუპაციას აფხაზეთის და სამეგრელოს ნაწილის. შემდეგ ამის პარალელურად უამრავი სხვა მუდმივად აი ცხვირწინ დაკიდებული როგორც ერთ კახეთში ცნობილ ცხოველს ცხვირწინ დაუკიდებენ რაღაცას და მუდმივად უნდა ძალიან სიმპათიური ცხოველი სხვა ჩვენს და უნდა ატარებს და ის ცხოველის მიყვება ამას და გონია რომ როდესღაც ესე ჩვენ ხო განსხვავებით ამ კახური ცხოველისგან ჩვენ ვართ ერი და ერი იღებს გამოცდილებას ერთს აქვს სიბზნე ერთს აქვს გონიერება თუ მის ლიდერებს არ იყო სიბზნე და გონიერება ჩვენ იმიტომ ვართ ერი რომ თუნდაც ამ ლიდერების შეცდომისგან ვისწავლოთ ხო ჩემმა მთავრობამ ამასგან ისწავლა ჩვენ არასოდეს ამაზე არ წამოვაგეთ ჩვენ რასაც ვაკეთებდით ცხინვალში სანაკოების მთავრობა რო ჩამოვაყალიბეთ რომ დავიწყეთ ეს ეგრეთ წოდებული დისკოტეკების დიპლომატია ასე უწოდეს უცხოელება სადაც ხსნით კულტურულ ობიექტებს სამავდყოფოებს ჩვენ ახალ იუსტიციის და პოლიციის ცენტრებს სკოლებს ჩამოყავდა იმ რეგიონი და ხალხი აქ სამკურნალოდ სასწავლებლად და იგივე სადაც აფხაზეთში ეს რა თქმა უნდა ყველაფერი სწორია და ამან შეუქმნა პრობლემები რა ჩვენ გავიწყეთ ჩილო კავკასიის მიმართ ხო გავხსენით ცენტრები მათი სწავლის ჩერქეზეთის პარლამენტმა მიიღო ჩერქეზების გენოციდის აღიარება ჩვენ ამ ხალხებთან კავკასიის ხალხებთან ქედის იქით და ქედის აქეთ ყველასთან დავიწყეთ ურთიერთობა ეს იყო ასევე ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც 2008 წელი დაჩქარდა სხვანაირად რუსეთს გააგრძელებდა ძველებურად რომ მე რა შუაში ვარ გახსოვთ ერთხელ აფხაზეთის ომის კადრებია რომ გენერალი ყარყარაშვილი გირეკავთ ძალიან გთხოვთ გაგვატარეთ გუდაუց ბაზარზე რეკავს გაგრას გვიბომბავენ და ისეონება Товарищ генерал, оставайтесь на месте, я вам запрещаю. Да сацოდავთ მოკუნტული ვითომ ქართველი გენერალი, ქართველი. რა თქმა უნდა, კეთილი განზრახვით არ მე ეჭვს არ მეპარობა, შეიძლება ცუდი განზრახვა არც ქონდა და არც მათი აგენტი არ ყოფილიყო. იმას ეხვეწება და თვითონ ისე თამაშობს გულივერს. ამას მივცემ ვიარაღს, იმას მივცემ. ერთმანეთ თავი დავატაკებ და მე ყოველთვის გამოლ და საბოლოო ჯამში ესე ყველა ჩემი ქრება. კავკასია ესე იმართება. ერთი ტოვი მეორეს ებძვის, ერთი ჩეჩენი ინგუშს უპირისპირდება, ინგუში ოს, ქართველები ერთმანეთს ჭამენ და ამის დიდოსტატები არიან სოფლიოში და მე შემიძლია წყნარ ხალხებს წამოვწვა და საერთოდ დიახ ძალიან დიდი დისტანცია დაიჭერა სწორედ გუშინდელ ინტერვიუში მან თქვა რომ რუსეთს რეალურად არანაირი ეფექტური კონტროლი არ გააჩნია ამ რეგიონებზე და კონკრეტული მაგალითებიც კი მოიყვანა მაგალითად იგივე ბოლო დროის საოკუპაციო ზოლის გადმოწევა მავთულხვართების გაბმა ის ამბობს რომ დე ფაქტო მთავრობები თვითონ იღებენ ამ გადაწყვეტილებებს საკმაოდ დამოუკიდებლად მსახურობდნენ საბჭოთა კავშირის საჯარო სასაზღვრო ჯარში როგორც ჩემი თაობის ყველა თითქმის ყველა წარმომადგენელი მაშინ დრო სტუდენტი ვიყავი და პირველ კურსში გამიწვიეს 86 წელს მსახურობდი საკარპატიაში საკარპატიის საბჭოთა კავშირმა წაართვა უნგრეთს იმ მეორე მსოფლიო ომის შედეგად ეხლა ვინმეს რო ეთქვა მაშინ რომ საბჭოთა კავშირის იმის ცინიზმიც მაინც არ ქონდა რომ ეთქვა რომ ჩვენ აშუაში ვარ საკარპატიაში არის ადგილობრივი ხელისუფლება იმათ ყავთ რაღაც სასაზღვრო ჯარები ჩაიყვანეს ვიღაც ქართველები ჩემნაერები ეს უფროსი სერჟანტი სააკაშვილი დაპატიჟა საკარპატის ადგილობრივ ხელისუფლებამ და აყენა თავის შობლიურ უნგრეთთან საზღვარზე და საკარპატის ხელმოსახლეობა საათი ჰქონდა ხოლმე სხვა ბუდაპეშტის დროზე და გვიყურებდნენ რომ მაშინ მართლა როგორც ოკუპანტებს ნუ ქართველებს მაინც ჰქონდათ რომ ეს ქართველები ჩვენ ჩაგრული ხალხი ვართ მაგრამ რუსი თუ გაჭაჭდებოდა იქ მას უყურებდნენ როგორც ოკუპანტს ამიტომ ძირითადად სამსახურად ეს მოსკოვმა იცოდა ჩაყავდათ ქართველები უკრაინელები მოლდოველები ჩილო კავკასიელები რომ ადგილობრივ ხალხს ნაკლები წინააღმდება გაჩენა მაგრამ ხა საბჭოთა კავშირიც კი არ ამბობდა რომ საკარპატის აბკომი აკონტროლებს სასაზღვრო ჯარს და ხა ესენი ამას ამბობენ ამიტომაც ვიძახი რომ საბჭოთა კავშირმა ცუდად დაამთავრა ესენი ბევრად უფრო ჩქარად დაამთავრებენ და ბევრად უფრო ცუდად ამდენი ტყუილის და ამდენი ცინიზმის შედეგად ბატონ მიხეილ რომ ვისაუბროთ უფრო კონკრეტულ დეტალებზე 2008 წლის ომთან დაკავშირებით რა მომენტში გასცა ქართულმა მხარემ ქართულმა ხელისუფლებამ ცეცხლის გახსნის ბრძანება და იყო თუ არა ამის გარდაუვალი აუცილებლობა მედვედევის პოზიცია და ზოგადად კრემლის პოზიცია ჩვენ კარგად ვიცით ისინი ამბობენ რომ ისინი იძულებული გახდნენ რომ პასუხი გაეცათ ცეცხლზე იმისათვის რომ დაეცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა მათ შორის რუსეთის მოქალაქეები რომლებიც ამ ტერიტორიაზე ეს არის ძალიან გრძელი კითხვა და თუ გეყოთ მოთმინება მე ვფიქრობ მაყურებასაც უნდა იყოს მოთმინება რომ მომისმინოს
გარდაუვალი აუცილებლობა საქართველოს-რუსეთის ომის არ არსებობდა მხოლოდ ერთ პირობით. თუ საქართველოს არ შედგებოდა როგორც სახელმწიფო. თუ საქართველოს შეასრულებდა რუსეთის პირობებს არა 2008-ში, არა 2007-ში, არამედ დაწყებული 2004-2003-ის ბოლოდან. როდესაც მოხდა ვარდების რევოლუცია, რუსეთი შეშინდა. მაგრამ ვარდების რევოლუციის შემდეგ მოყვა უკრაინის რევოლუცია, რომელიც იძახოდა, რომ ჩვენ ბაძავთ ქართველებს, მერე მოყვა ყირგიზეთის რევოლუცია და დიდი საპროტესტო მოძრაობა დაიწყო რამდენიმე ყოფილსაბჭოთა რესპუბლიკაში, მათ შორის რუსეთშიც გაჩნდა ამის სიმპტომები. შემთხვევითი არა, მაგრამ გივით არ გამაძეს პუტინი მიიჩნევს თავის ერთ-ერთ მთავარ მტრად, ისე როგორც ბევრი ქართველი მთავრობის წარმომადგენელი სხვა შორის და ამიტომ აი ამ სიტუაციაში თუ ჩვენ გავაგრძელებთ ძველ გზას სიარულს, რა გვყავს იგორ გიორგაძე, ვარდიკო ნადიბაიძე, რუსეთის აგენტები აკონტროლებენ ყველაფერს, მაშინ პრობლემა არ იქნებოდა. მე 94 წელს ნიუ-იორკში, როცა ჟენევის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. სტუდენტი ვიყავი, უბრალოდ მაგ დროშის უკვე იურიდიულ ფირმაში მუშაობდი. აი საქართველოს მისია გაეროში, რომლის ფუნქცია იყო პრინციპში რუსეთი და საქართველოს დაწვევი. ხო გასაგები იყო, რომ აფხაზეთის ომშიც თავარი მოქმედი პირი იყო რუსეთი. ვიჯექეთ მაშინ ყოფილ საბჭოთა მისიაში და მაშინ რუსეთის ფედერაციის მისია ეკედა იმას გარედან, საქართველოს მისია ეკედა. იმის თუ არ ვცდები მე-7 სართულს. ორი სართულით ქვემოთ იჯდა რუსეთის ელჩი. წარმოგიდგენთ, რამდენი მიკროფონი ყავდათ გამოყვანილი? არა, მიკროფონის გამოყვანიც არ ჭირდებოდა. მისი ხელმძღვანელი იყო კაცი პეტრე ჩხეიძე, რომელიც ამაყად გვიყვებოდა ყველას, ვინც იქ მიდიოდა, მეც მიდიოდი ხოლმე, რომ მე ვარ FSB-ს გენერალი. მოადგილი ყავდა დღევანდელი ერთ-ერთი პარლამენტარი აქტიური, რომლის კავშირები რუსეთის უშიშროებას და მე მგონი თვითონაც არ მალავს და თუ მალავს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით ყოველ შემთხვევაში. აი ამ შემადგენლობით, აი ამ განლაგებით, როცა გიორგაძე ყავდა, ნადიბაიძე ყავდა, კვირაია ყავდა, მათი დანიშნული ხალხი პირდაპირ ოფიციალურად. რა თქმა უნდა, მოგვაწერიებდა ხელს, რაზეც გვინდოდა. ამიტომ თუ ასეთ საქართველოს იქნებოდა, სადაც ესე მოგაწერიებდა ხელს, მე კახათ არგამაძე რუსების ძალებით გადაიყვანდა გილაევის რაზმებს კოდორში და იქ დააბომბიებდა, იმიტომ რომ რუსეთის ინტერესებში ეგ შედიოდა. მე როცა რუსეთს რაღაცა შიდა პრობლემა იქნებოდა, ახმეტას დააბომბიებდნენ, იმიტომ რომ აქ ჩვენები გაუხსნდნენ, მიცემდნენ ამის საშუალებას. მე ბუნებრივად ჩვენც ვიყავით ჩართული საქართველოს მაშინდელი მთავრობა მათთან კორუფციაში, აღებმიცემობაში, კანონიერი ქურდები ძალიან აქტიურად ტარიელ ტარონიანი და სხვები და კალაშოვი მოძრაობდნენ და ისინი ამყარებდნენ ხალხთა შორის ურთიერთობებს. ასეთ საქართველოსთან რუსეთს ალბათ არ დაჭირდებოდა სამხედრო ჩარევა. ესეც საქართველოს თითო უტირებდა თავის თავს ყოფას და გამოუტანა წირვას. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ახალი საქართველოს შექმნა. აჭარა რო დაბრუნდა და ესეთ რამე არ ყოფილა პრეცედენტი. მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ პუტინს ვერავინ, რაც პუტინი არსებობს და ვერც ერთის სხვა შორის, ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ვერც ერთი ტერიტორია ვერ წაართვა უკან. ხო არის ბევრი ტერიტორია, რომელიც ისე არაფორმალურად აკონტროლებენ. დნეპრისპირეთი, იქ არის შუა აზიაში რამდენიმე ტერიტორია, მეზობლის სომხეთში რო ჩადიხარ, საზღვარზე ხდება რუსი მესაზღვრო და ის ამოწევს შენ ქართულ მეზობლის პასპორტს და ის გიშობს, ხო? ბევრ რაღაცას აკონტროლებენ. ვერავინ ვერ შეძლო რუსეთისთვის წართმა და აჭარის წართმა რუსეთისთვის წართმა იყო, იმიტომ რომ რუსეთის გენერალი ეჯდა ასლანს კაბინეტში. ეხლა ბათუმში წვენია და იმიტომ მოხურეს ის თბილისის მუზეუმი ასლანიძის და გვერდზე რუსი გენერალი ის ფორმა რომელიც მან დატოვა იმისი თავის ფორმით ზის ის ფორმა ჩააცვეს პირდაპირ თბილისის ფიგურას და რა თქმა უნდა ახალმთავრობას არ აწყობს ასეთი მუზეუმი თუმცა დიდ ფულს შემოიტან და მოკლედ როცა ეს აჭარა მისი თვალსაზრისით ჩვენ წავართვით და დაურეკე პუტინს და მე ვიყავი ნუ ძალიან ზდილობიანი და დაურეკე გელს კრავმა და ავიღე ყურმილიდან ნუ ძალიან კრავული ხმით უთხარი რომ ძალიან დიდი მადლობა ვლადიმირმა თუსო ყველაფერი გააკეთე რომ ხელი შეშალა ყველაფერი რაც შეიძლება გააკეთე ხა თურქი სხვა საკითხი რომ საერთო საზღვარი არ ქონდა აჭარას და იქიდან თურქები გვეხმარებოდნენ რომ ასლანი მოგვეშორებინა დაურეკე და უთხარი დიდი მადლობა ჩვენ არ დავიწყეთ არასოდეს თქვენ ასეთი კონსტრუქციული როლი შეასრულეთ აჭარის საქართველოს რეინტეგრაციაში და მე მოველოდი რომ უბრალოდ გაჩვენებოდა მაინც და ძილობიანად მეტყოდა ხო უცებ გამაწყვეტია ძალიან უხეშად ეს მეორე დღეს ხდება ბობოყვაც მახსოვს ზუსტად პლაჟთან ვიდექით იქ და ურეკავდი და მითხრა მიხაილ ნიკოლაევიჩ на этот раз мы вам помогли ტყუილი но с Южной Осетии Абхазии больше никаких подарков вам не будет там у вас ничего не получится პირდაპირ გავло ხაზი რომ ეხლა ერთხელ გამაცურე მაგრამ შენი მოსატყუებელი კვილი მე დიდი ხანია უკვე დღეიდან მოცვლილი მაქვს და ვეღარ ეღირსები და დაიწყო შემდეგ ცხინვალში ბილდაპი აფხაზეთში დაიწყო სერიოზული ცნები მაგრამ რა ხდებოდა ბოლოს 2007 წელს როცა პუტინთან მქონდა მინსკში DST-ს სახელმწიფო ლიდერების ხდომა
და შემდეგ გაგვიყვანა გვერდზე ოთახში და ეს იყო ერთ-ერთი 2 თუ 3 შეხვედრა, სადაც ერთ-ერთზე ვიყავით ესე ყოველგვარ მრჩევლების გარეშე და ძალიან უხეშად მელაპარაკა და მე განსხვავებით იმისა, რაც ავცელე მენჭორეს, მათ შორის რუსები არასოდეს უხეშად არ მიგასხვია პუტინისთვის. და პუტინო მეუბნება, რომ მე ვამოსწრები სევერნი კიპრი. უცებ. და სევერნი კიპრი რა სცენარია ჩილ კვიპროსი? ეს არის, რომ ვითომ შენ იწყებ ომს, მე ის პასუხობს, შენ ტერიტორიას იპყრობს და აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ის რაც მოხდა მე 2000 ფაქტობრივად იგივე სცენარია იქ. მომიყვა 2007-ში კოსოვო ჯერ არ იყო. მე ვუთხარ, რომ დავილაპარაკოთ, რა გვინდა ჩხუბი. მე რა დაიწყება 2007-ში ამერიკელების გასაგონად იგივე პირველი ჩხუბი კონდოლიზა რა ისთან მოხდა 2007-ის მედვედევის დაბადების დღეზე. მიყვარეს კონდოლიზა, კარგად დალიეს და უცებ პუტინმა დაუწყო ლაპარაკი, რომ საქართველოს უნდა იყოს ომი. ნუ სრულად გაბჭირვალეთ. კონდოლიზა წამოუხდა და ტოვებდა სუფრას. რაც ვიცი კონდოლიზა და რაც რუსები, მაშინ რუსები მაგას კიდე გვიყვებოდნენ. და გვითხრეს რომ და ნუ მაშინ ხო კარგი ეს სიგნალი მიიღეს მაშინ და დაიხიეს უკან, მაგრამ იგივე 2007-ში ჩადის დაღესტანში, დაიწყო სამთო ბრიგადების კეთება და თქვა, აქედან გზა გადაიცვა საქართველოს და სხვა შორის ეს არის აქედან ცოტათი ჩრდილოეთ, აი აქედან რამდენიმე კილომეტრია საუბარი, შორს კი არა, აი სადაც ახლა ვიყოფებით, აი მთების უკან არის დაღესტანი. უთხრეს რომ პრინციპით გაკეთებადია სამხედრო გზაო. აი ზუსტად სამხედრო გზა გვჭირდებოდა. ტელევიზორში გაუშვეს ეს, კი არ წამოწდა. გაუშვეს, ეს არ იყო პირდაპირ ეთერი. გაუშვეს საღამოს საგანგებოდ, რომ ყველას მოესმინა, ჩვენ მოგვესმინა, უცხოელებს მოესმინა და დააკვირდა რა რეაქცია იქნება. არც არაფერი რეაქცია არ ქონდა. ამ კონდოლიზას იქონდა იქ რეაქცია, მაგრამ საჯარო რეაქცია არ ქონია. ასე რომ ეს ყველაფერი მოდიოდა. შექმნეს ეს სამთო ბრიგადები. და მე უკვე რა ხდებოდა 2008-ში. 2008-ში თებერვალში ჩავედით DSTS სამიტზე და იქ ცალკე შეხვდა პუტინი. პუტინი შეხვდა და ნუ იქ დავიწყეთ ლაპარაკი, რომ თვითონ დაიწყო ლაპარაკი, რომ კოსოვო მზადდება ახლა მალე და ბიჭებო, სათხარ თუ არა კოსოვოს შედეგების. რაზეც ჩემი ეგრევე რეაქცია იყო, ჩვენ რა შუაში ვართ კოსოვოს და მოიცი. ჩვენ კოსოვო ის არის ამერიკის ურთიერთობა, ევროპის ურთიერთობა. პატარები ხო არა ვართ. ისინი არიან თქვენი მეგობრები. აქ დიდი გეოპოლიტიკური თამაში მიდის. ჩვენ ვიძულებულ ვართ კოსოვოს უპასუხოთ. ეხლა вам будет не очень больно, მეუბნებ, დავცინოთ. Вы расслабьтесь, получаете удовольствие. მე მოძალადის ტერმინოლოგია რა. ეს რომელ წელს ხდება? 2008 წლის თებერვალში. А мы сделаем то, что нужно сделать. Ну, კიდევ ერთხელ вам не будет больно. ნამდვილად გაუპატიურების წინ რაღაცა საშინელი სტაჟიელი მოძალადე რო გეტყვის, ხო? ამის შემდეგ უცებ ეს რო გითხრა, ამის შემდეგ მე ვუთხარი რომ მოდით რა პრობლემა თუ ჩვენთან გაქვს რამე პრობლემა გითხარით. მე აი იმას გასაგონად ვინც აი ნატოს რაღაცა უკავშირებს. მოლდოვას უარი გქონდა ნათქვამი ნატოზე, კონსტიტუციით აქვს ნათქვამი უარი და მოლდოვას არავინ არ უბრუნებს რეპრესირებას, ხო ასე? პირიქით ეხლა რუსეთმა მოუჭირა ხელი და ხელს შეეღო რეპრესირებას. ამიტომ ჩვენ ვუთხარით რომ მაშინ მზად ვართ ნატოზე თქვა უარი, ვადასტურებ რა ასე ვუთხარი. ჩვენ დელეგაციაში. ხო, ამაზე საუბარია პირდაპირ. ჩვენ დელეგაციაში იყო 6 თუ 7 წევრი, გელა ბეჟუაშვილი, ვაშაძე, თორცე ბაქრაძე, რამდენიმე კიდე კაცი. რუსული დელეგაციით მრავალრიცხოვანი იყო. რომ ჩვენ მზად ვართ თქვა ნატოზე უარი. კი, ჩვენ ხელშეკრულებით ვართ მზად უარი თქვა ამერიკასთან უფრო წინ წასულ ურთიერთობებზე. თუ თქვენ თავის ხრივ დაგვეხმარებით ტერიტორიებზე პროგრესზე, ოღონდ ეს ხელშეკრულებით დავაფიქსიროთ. ამაზე პუტინი არც დაფიქრებულა, შემოხვედა, გაიღიმა და თქვა: ბიჭებო, ჩვენ თქვენ ტერიტორიებს, თქვენ გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე არ ვცვლით. Мы ваши территории на вашу ориентацию не меняем. რაც ნიშნავდა, რომ ტერიტორიებს ისაც წაგართმევთ. ამის შემდეგ მე, აი რაც მე დოდემა ხა გვიხდება, ეს ომამდე ხდება. მე ამის შემდეგ რა ხდება? ამის შემდეგ გაუქმეს ეგრეთ წოდებული სანქციები, რომელიც ისაც ფორმალური იყო, მაგრამ ამის გაუქმება იყო თავისთავად აქტი. შემდეგ შეიყვანეს აფხაზეთში 26 ეშელონი, მათ შორის იყო 21 გრადის და სმერჩის ტიპის სისტემის რაკეტები, ბუკის სისტემის დახვეწინა ანტისაჰარო სისტემები, ბევრი შილკა, უამრავი ესე სოჭის ვокзалზე იდგა რამდენიმე ათეული ეშელონი ტანკებით, რომელიც ეძებდა აფხაზი. ოჩამჩირეში და გალში დაიწყეს ბაზების შენებლობა და ჯავაში აქეთ ხარეს გვირაბის ააშენეს სერიოზული ბაზა. ეს ყველაფერი სატელიტური სურათებით იყო ამას ამერიკელებსაც უჩვენებთ, ევროპელებსაც ყველას. შემდეგ ამ ყველაფერს პარალელურად ჩვენ მოვითხოვეთ ეუთოს უშიშროების მექანიზმების ამოქმედება ჩართვა, რაზეც ეუთოში ეს რუსეთმა დაბლოკა. შემდეგ მივწერეთ წელი პუტინს. აპრილში აგერ ამაკ
აგერ ამას სადაც ვთხოვ, პრობლემები გვაქვს ურთიერთობაში, სადაც სულ მიმართულებით მივდივართ. და ძალიან გთხოვთ, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ლაპარაკი, დავიწყოთ მოლაპარაკის მაგიდაზე, მზად ვართ ბევრი დათმობის წერილს ვწერთ. პირდაპირ თავაზობ დათმობას. Разът წერს. Уважаемый Михаил Николаевич, не могу согласиться с содержавшимся в вашем послании от 26 апреля 2008 года утверждением о якобы существующем остром кризисе в межгосударственных отношениях между нашими странами. Так учились. არაფერი არ ხდება რა ზონდა ლაპარაკობთ. კარგით. შემდეგ ესე იგი, ამის შემდეგ მაისში ჩვენი დრონი ჩამოაგდეს, ეს უპილოტო საფრენი აპარატი ისრაელის. უარყეს და მე იძულებული იქნა დაედასტურებინა, იმიტომ რომ ჩამოგდების წინ გადაღებული იყო ეს ყველაფერი. ჩვენ გამოაცხადეთ სამხრივად, რომ აღარ იფრენენ ჩვენი დრონები აფხაზეთში, კიდე ერთი დათმობა გავაკეთეთ. რის შემდეგაც მეორე დღეს გამოაცხადეთ, რომ ახალი ბატალიონი შედის რკინიგზელების აფხაზეთში. თუ ომს არ იწყებ რკინიგზის ბატალიონები არაფერი არ გჭირდება, ხა სამოქალაქო დამსახურება რო არ ექნებოდა დანიშნულება ამ რკინიგზას გასაგები ხო. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდეთ, რომ სამოქალაქო დანიშნულება ამ რკინიგზას არ ქონდა. ჩვენ ამის შემდეგ უგზავნი მედვედევს წერილს. და ამ წერილზე გამაკრიტიკა მათ შორის ჩემი წრიდან და ჩემი გარემოცვიდან, შემდეგ წერილს. თავაზობ შემდეგ რაღაცას. და ეს წერილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ისტორიკოსებისთვის ალბათ ბევრი კამათის თემა გახდება და ასე ვცდილობთ ამაზე არასდროს ამისარო. რას ვეუბნები? ვეუბნები რომ მე ვიცი რომ თქვენ გაქვთ ინტერესები კურორტები, გუდაუთის ბაზა, სოხუმის აეროპორტი, მით უმეტეს სოჩის ოლიმპიადისთვის, სპორტი, ყველაფერი ეს მესმის. ჩვენ პრობლემა გვაქვს, რომ ტოლველები ვერ შეგვაქვს. იმიტომ რომ თქვენ გახართ აქეთ ხარეს ენგურზე და ენგურის იქით ჩვენ ხალხს ვერ უშვებთ. მოდით გადაინაცვლეთ რამდენიმე 10 კილომეტრი ჩრდილოეთში კოდორზე. ესე იგი ყველაფერი თქვენაც გაინტერესებთ ხდება კოდორის ჩრდილოეთით. სამაგეროთ ამის სანაცვლოდ და შევიყვანოთ ჩვენი დევნილები საერთაშორისო ადმინისტრაციის ქვეშ, არა ქართული ადმინისტრაციის ქვეშ. სამაგეროთ ჩვენ როგორც სახელმწიფო, იმიტომ რომ სუვერენიტეტი ჩვენია იმის ჩრდილოეთ, დაგიკანონებთ თქვენ სოხუმის აეროპორტის სარგებლობას, დაგიკანონებთ ყველა თქვენ ეკონომიკურ ინტერესს ბიჭვინთაში, გაგრაში, სოხუმში. ჩვენთან დაგიკანონებთ სოხუმის რკინიგზის სარგებლობას და გავხსნით რკინიგზას სომხეთზე, აი რკინიგზაზე ბორცქავთ. პრაქტიკულად ყველაფერს გაგიკეთებთ რა თქმა უნდა, თუ თქვენ რა თქმა უნდა არ გიდათ ომი, ნუ მე არ მიხსენებ, მაგრამ მე ვფიქრე რომ აი რა შეიძლება მოვიფიქრო, თუ მათ მართლა ომი არ უნდათ. აი ყველაფერი მივცეთ და დაწყრადნენ და სტატუსის საკითხი ნატოსაც კი იყავით მზად რომ უარი. პრაქტიკულად ამაზე ბევრმა უცხომა თქვა რომ ეს თქვენ პრაქტიკულად თავაზობთ აფხაზეთის გაყოფაზე. რა თქმა უნდა ეს არ იყო აფხაზეთის გაყოფა, იმიტომ რომ სუვერენიტეტი ჩვენ რჩებოდა, მაგრამ დე ფაქტო ვაკანონებდით გზელვადიერად მათ ინტერესებს საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში. პრინციპში თუ რამის მიღება უნდა თან უკმა მუქთად აბსოლუტურად თან იმასაც არ ვიღახა ჩვენ ტერმინები შევიდოდნენ კოდორამდე რაღაც ნაწილი ეს იქნებოდა რომ ოჩამჩილის და გულრიფშის ნაწილში შევიდოდნენ და გალში უფრო თამამად შევიდოდნენ. და იქ იქნებოდა გაეროს მოქმედების არეალი გაფართოვდებოდა და რუსები რო გადაიწეოდნენ იქნება უფრო ადვილი იქნებოდა ჩვენ სამხალხოსაც რა თქმა უნდა ამას ჩვენ შევაყოლებთ ჩვენ სამოქალაქო ადმინისტრაციას თვით მმართველობის სტრუქტურებს მაგრამ ნუ ეს ამას პაკეტის ნაწილი იყო მაგრამ ამას არ ხარჯეთ რის შემდეგაც მედვედევი ეს წერილი ჯერ ერთი პირველ ჩავიდა თუ არა მეორე დღეს გამოაქვეყნეს გაზეთ კომერსანტში თვითონვე ესე გაჟურნალ გააკეთეს შემდეგ წერს წერილს და რაც წერს წერილს ესე იგი რამდენიმე დღის და ძალიან სწრაფად გამოწეს წერილი. რამდენად მისაღები იყო მათთვის ასეთი წინასწარ? არა და მე წერს. Подобная ситуация. Откровенно говоря, трудно представить себе, например, создание совместной грузино-абхазской администрации в каких-либо районах Абхазии. Явно преждевременно постановка вопроса о возвращении беженцев. В нынешней обстановке абхазцы, и их мы понимаем, видят в этом угрозу своему национальному выживанию. Это პირველად თქვა. Практикულად უხეშად დაგვრჩინა კი არა. თქვა რომ დაივიწყეთ ტოლველები, დაივიწყეთ ტერიტორია. ასე რომ ამის შემდეგ ურეკავ, ამის შემდეგ მიიღო მედვედევ შეხვედრა პეტერბურგში, რაც თვითონ ილაპარაკა თავის ინტერვიუში. დიახამაზე ისაუბრა და სხვათა შორის დაამატა შემდეგ რომ ასტანაში შეხვედრის შემდეგ რომელიც უფრო მოგვიანებით იყო თქვენ საერთოდ აღარ გამოხატეთ ინტერესი მასთან ურთიერთობის გაგრძელებას. ძალიან ეს ამ შეხვედრას ცდილობდა ძალიან მოვეხილდი და მეც რა თქმა უნდა მიცდილობდი რომ როგორც პუტინთან პირველ შეხვედრას, მაგრამ ნუ ჩეთი უცებად ყოფოდა რომ ყემალზეზის ბევრ საკითხს და ფორმალობა, მაგრამ მიფიქრე რომ შეიძლება აი ეგეთ ხშირად ხდებოდა რუსეთის ისტორიაში რომ ეგეთ საიდანაც არარაობას მოიყვანენ, აი როგორც ხრუშჩოვი იყო და შემდეგ ის წამოაჯდება ყველას თავზე. ამიტომ ამის იმედი ყველას რუსეთის გარშემო ჰქონდა რა თქმა უნდა. და ნუ ამიტომ ცდილობთ რომ გაგვეღვიებია მათი ამბიციები. ნუ ძალიან ხო ერთი ორჯერ გაკრა პუტინს ისე კბილის შეხვედრაზე
მაგრამ ეს მისი ჩვეულებრივი სტილი იყო და ამით ბევრი ტყუდებოდა, მათ შორის დიდი სახელმწიფოს ლიდერები. და შემდეგ იძახის, რომ ძალიან ესე გაიმარიაჟა, რომ ბუშის დაბადების დღე იცის, რომ ამერიკელებთან მაგრაა, რომ ინგლისური იცის, რაღაც სამართლების საკითხებზე, მე ჩვენ რეფორმებზე ბევრი რაღაცა იცის, აღთქმულებით ისაუბრა. ასე რომ, დადებით შეხვედრა იყო და თქვა, რომ აუცილებლად ამ კვირეებში შევხვდეთ სოჩიში და გაველაპარაკოთ. ამის შემდეგ ურეკა ორჯერ და ორივეჯერ ყურმილი იყო პუტინმა. და პირველად რო აიღო ყურმილი, მითხრა, რომ მედვედევს რას ურეკაო, ჩემთან არა გაქვს შენ საქმე. უკვე პრეზიდენტია მედვედევი ოღონდ. მეორე დარეკვაზე და ამ დროს უკვე ჯარები აქ შეყვანილი დრონია ჩამოგდებული, კოდორშთან შეტაკება იყო და ჩვენ შემოგვაკეთა შეტაკება იყო ჩვენება მოკლეს მათი პოლკოვნიკი იქ ჩვენ კონტროლებდა ტერიტორიას კოდორის კიდე აქეთ ხარის იყო სამგრელოში მოხდა თორცდები და რთული სიტუაციაა ძალიან და რიტორიკა კანიაკინმა თქვა რომ ომი იქნება ბალუევსკიმ უთხრა ნატოს შტაბს რომ ომი იქნება ბრიუსელში გენშტაბის უფროსმა რუსეთის ყველა მხრივ მოდის ეს სიტყვა ომი თან ჩვენთან ლაბარაკზე უარს ამბობ ამ სიტუაციაში მეორედ რო დაურეკა პუტინმა პუტინი მეუბნება რომ ნახეთ მეოთხე ევროკავშირს ხო ცუდი განცხადება იყო და ხედავ უკვე რაღაც აგდებული დამცინავი ტონია ეუთოს განცხადებაც ხო ნახეთ თქო მეუთხარი იქ ძალიან კონკრეტულ ასპექტი ეუთოს განცხადებაც რუსეთი ისე დაგმესო პირდაპირ აღარ შეიძლება უბრალოდ ამერიკელებს განცხადებაც ნახავ ბუშის პრეზიდენტის განცხადება ბიჭო რა საშინელი ტონი ქონდათ რუსეთის მე როგორ დაგმესო და რა ხელა ეს ყველაფერი ირონიულად ხო მიხაილ ნიკოლაევიჩი ძალიან ბევრი ქაღალდიაო ხო დაცა მეუთხარი ქაღალდია თუ რა არის სერიოზულ ხალხს ხო და ბევრი ქაღალდი რო ეს ქაღალდი რო დაახვიენო და ერთ ადგილზე რომ გაიკეთო სიტყვა გასო არა ყველათ რო უხეში სიტყვებით და რაზეც გავშნე და კიდე დამიკონკრეტა მისამართი სულად ხა მე არ მინდა გავიმეორად ხო და მე ცხოვრებაში მასთანაც არ მიკადრებია ხა რომ რამე ანტონი ამეწი ან უხეში სიტყვა მეხმარ აი ესე ტონით იყო ლაპარაკი ამასაც გავშრი და დავკიდე მეორე დღეს ბუშ დაურეკე და კითხე რომ ხო არ იცით თუ სად გააგზავნა ყველა თქვენ გაცნობ ვიცი ყველაფერი უკვე მე მგონი ამერიკელები ეხლა რომ რაღაცაც იძახე რომ ყველაფერს უსმენენ მაშინაც ყველაფერს usmenen ასე რომ ასეთ სიტუაცია იყო შემდეგ რაც ეხა მედვედევს ეს მედვედევი გვემალება წელებს გაუგზავნეთ დარეკვას აზრი არ აქეთ პუტინი იღებს ყურმილს და ამ დროს კიდევ ერთხელ ხაზვსვამ რომ სწორედ პირიქით ამბობს ვიღაცას რო ურეკავ და ამ დროს დედა მამა რო იღებს ყურმილს და ის ამბობს რომ თქვენ ელოდებოდა თქვენსაც მაგრამ თქვენ შემდეგ არ საკვეთა ჩემშუცა რა გინდა და მოკლედ მე იყო ასტანაში ეს იყო ასტანის ივლისში 6 ივლისი და ერთდროულად იყო ნაზარბაევის დაბადების დღე ასტანა და ნაზარბაევის დაბადების დღეს და ამ დღეს ჩავედი იქ იყო დიდი ბანკეტი და მანამდე იყო სულ რაღაც დათვალიერება ახალი ობიექტების სადაც მედვედევს მოუძდევდი და მედვედევს უმემალებოდა სხვა შეიძლება სადაც თქვა რომ ონგეთ ლიპკი თაკო ეს ესე მოწებება იცის რა ხო მართლა ესე იყო რომ მე დავდევდი ეს გარბოდა აი რო გაგირბის ესე იგი შეყვარებული დაახლოებით ეგრე ხო არ ვიცი ოღონდ ცუდი შედარება შეიძლება საქმისთვის დავდევდი ხო შემდეგ იყო დიდი ბანკეტი და ამ დიდ ბანკეტზე ეს არის ეს DST-ს ლიდერი ყველა საინტერესო პირველად იყო მედვედევი სადაც რო ჩავიდა და ხედავ რომ ხა ამ ბანკეტი ადგება გაიქცევა და ამიტომ მოუტია ნაზარბაევს რომ ძალიან კეთილგანწყობილი იყო და არის ჩვენს მიმართ და სხვა ჩვენ ძალიან დაგეხმარა რომ შუა აზიის ქვეყნება და DST-ში არ მოხდა აღიარება ოკუპაციის ნაზარბაევი მართლა შეეწინავდა მათ ძალიან და ვეუბნები ნურსულტან აბიშევი აქ თქვა მაგარი დისკოტეკები გავიგე და ხამის კლუბები გაიხსნა თქო და არ უნდა წავიდე თქო ფიქრობ რომ სამი არაფორმალური ვითარებაში ეხა ამან არ შეიმჩნია ხა ბიშე ხა ცოტა ეგეთია ვიცით რომ ცოტა ესეთია ხო უფრო ახალგაზრდა ალტერნატიული მაგრამ მე უცებ მედვედევმა ამბო ხარ რომ კი აბა როგორ ხა დისკოტეკაზე უნდა წავიდე თუ სად წაგვყანე და ხა ეს რუსეთის ახალი მეფეა ფორმალურად ხება სხვა რა ეთქოდა უბრალოდ წავიდა სადღაც ამიტომ სადილი გაგზელდა ეთყობა ამზადებდნენ რაღაც ღამის კლუბს და ესეთი იყო მონაკოს კლუბი ერქვა ღამის კლუბი ასტანაში წავედით იქ ჩვენი ეს მედვედევი გავიდა და იქ ცეკვავს საცეკვაო მოედანზე ეს შუაზის ლიდერებს გასაკვირად თვალები დიდი თვალებით უყურებ ხა პუტინი მოცეკვავ მათ არ უნახავთ ხა ეს რუსეთის ამხელა რუსეთის იმპერატორი უცებ ცეკვავს ესეთი რამე მათ ისტორიაში ჯერ არის არ უნახავს ყველას დასანახავთ ძალიან ესე მე სხვა ჩვენს რამდენი მის ცეკვა ისედაც იყო ტელევიზორში მედვედევის ცეკვავს ჩვენ ნანახი
ხო და მეც ახლა შევყევი ამ საცეკვაო მოედანზე და რაღაც მომენტში დავალე ხელი და გამოვიყვანე აქეთ. და დავისვი და ესე დავისმუტე და ესე დავადე ხელი ბოხზე რო არ გამექცეს და მეუბნები რომ დიმიტრი მეუთხარი რომ მოიჭდა говорили с вами у нас была такая приятная беседа კარგად ვილაპარაკეთ რაღაცა და მე შენ თქვით რომ თქვენ თქვით რომ სოჩაში უნდა შევხვდეთ და ნუ ამდენ ხარ ველოდეთ რეკა პუტინი იღებს ყურმელს აქაც ვერ ვილაპარაკეთ პრობლემაა რო არ აქვს მოდი აი ხა დავილაპარაკოთ როდის შევხვდებით თუ მიხაილ მეუბნება მეო აი ძალიან მომწონხარო რომ იმიტომ რომ აი ერთი ასაკის ვართო დაახლოებით ერთი განათლება გვაქვს ის იურისტიული აქტივთარული მასაც ორივეს მოგწონსო ერთი მუსიკაო ხედაო სხვა და ბევრ რაღაცაში ერთი გემოვნო ერთი ნუ რაღაცა ისე ვარ წარმოადგენლები ერთი ფორმაციის მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ მოსკოვში არის თამაშის სხვა წესები там знаешь в Москве другие правила игры და იქო მე არ ვაწესებ ამ თამაშის წესებს ას მეუთხე რომ მოდი რა შევხვდეთ ჩვენ да давилапаракот да მეუთხე хуже чем сейчас быть не может მეუთხე каждый день провокации стрельба оружие заводят неопределенность хуже не может быть да андро შევხედა და მეუბნება უცებ а тут ты უცებ შენობით გამ очень ошибаешься вот увидишь очень скоро будет намного хуже ეს რო თქვა მე მივხვდი რომ ზედმეტი თქვა მე მგონი და გაიქცა სადღაც იქ ეს იყო თქვენი ბოლო კონტაქტი ფაქტობრივად და მე თქვა ფერი მეცვალა არ მოველოდი ესეთ გულწრფელობას დაახლოებით მithხვდი რა მითხრა და მოვიდა ნაზარბაევი და მეუბნა მიხაილ что с тобой я тебя таким нервным никогда не видел если нервული არ სოს არ მირახარო რა გითხრა ესეთი არა მეთხარ ფერა არ მიაქცია ყურადღება ეგ ეხა არაფერს არ წყვეთ ჯერ მოსკოვში молодой разберется еще всё у него впереди აი ეს იყო თელი ჩვენი კონტაქტების წელი მე რა თქმა უნდა როცა დაიძაბა სიტუაცია აგვისტოს დასწრში და დაიძაბა იმ გაგებით რომ ნუ მალე ყველაფერი ცა შტაინმაიერის გეგმა რომელიც არ იყო იდეალური გეგმა ხო საინტერესო იყო ჩამოვიდა შტაინმაიერი გერმანიის საგარეო მინისტრი და ნუ ეს იყო პირველი ოფიციალური პირი რომელიც გითხრა რომ მიიქნება დასავლეთიდან და ეს როგორ მოხდა ჩავიდა გეგმა შემოგთავაზა რომელიც იყო ძალიან ორაზროვანი და ძალიან საკმაოდ მიუღებელი პირდაპირ თქვა მაგრამ იმდენად გამწარებული ვიყავით რომ რამე მასე მაინც ჩავეჭდები ხე რომ ამაზე ვთანხმდებოდ ჩავიდა გალში ჩამოვიდა სადაც შეხვდა ბაღებს მოსკოვში ჩავიდა თვალსემალან და მე ჩამოვიდა ისე უკან ბათუმში კაპიტან პარტაროა რესტორანი ზღვაზე ძველი რესტორანი იქ შევხვდით აჭარულ ხაჭაპურს საუზმეს და ნუ იყო ჩვენი თავრობის რამდენიმე წევრი და იქ თემური ეკობაში მოუთხა რომ ბატონო მინისტრ დაგვეხმარებით თუ არა ახალ სამშვიდობო ფორმატის მიღებაში ამან დადო ჩანგალი მოუთხა რომ რა ახალი ფორმატია ბიჭებო მალე თქვენა ომი გექნებათ და ჩვენ ამ დროს ყველამ დავღარეთ ჩანგალები რას ქვია ომი და პირველ მანე კონდოლიზა იძახოდა რა ომი და საერთოდ დაივიწყეთ და რუსები ამას არასოდეს არ იზამენ რაზე ჩვენ არ ოქნან აქ პირიქით ამოგვით რომ იზამენ მე თქვენ მოგიყვებით როგორ მოხდება ეს აი მომისმენთ კარგათო ეხა ისინი გააგზავნებენ პროვოკაციებსო მე რაღაც ეტაპზეო თქვენ აუცილებლად მოგიხდებათ მათი სამშვიდობო სტატუსის გაუქმებაო მაგრამ ისინი არ წავლენო მე ისინი კიდე უფრო მეტად მე სულ უფრო მეტად გესვრიანო გააძლიერებენ თავის ჯარებს რაღაც მომენტში თქვენ ვალდებული იქნებით რომ უპასუხოთ შეერაღებული ძალითო რის შემდეგაც დაიწყება დიდი ომიო და მე ევროკავშირის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება შუაში შემოიძეთ გაყოთ ერთმანეთსგან ჩვენ სხვა ფუნქცია იქ არ გვექნება არანაირ ახალ ფორმატზე წინასწარ ლაპარაკი არ შეიძლება იყოს და მე ვნახოთ ყველაფერი ასე მოხდა ზუსტად გარდა ერთისა ჩვენ არ გავუქმებთ სამშვიდობო სტატუსი ეხა ბევრი მამაში მადანაშაულებს რომ გავუქმებთ მე იგივე ევროპელები გვეტყოდე რომ მოიცა თქვენ გააკეთეთ პროვოკაცია სამშვიდობო სტატუსი გავუქმებთ გაბრაზდა ბიძია იქ სხვა გელი გაბრაზდა ცხრისგან ამ დაუფიქრებენ ნაბიჯი და აბა რა იცი სხვა მარიცოდა რომ არ გაიხსენებენ გელი ესეც კი არ გავაკეთეთ და ბოლოს ერთ-ერთ რასაც გვედავებიან რომ სამშვიდობოები იყვნენ იქ და რატო შეხვედით მიუხედავად ამისა ამის შემდეგ იყო სროლები და ბევრი ქართველისთვის ომი დაიწყო შვიდში მაგრამ იქ ცხოვრები ხალხის ომი დაიწყო ნუ რა თქმა უნდა თელი ეს წლები და თვეები იყო მაგრამ რამდენიმე დღით ადრე ბოლოს უკვე როცა ჩვენი სამშვიდობო დახოცეს ჩვენი ჯარისკაცები როცა ადგილობრივი ხალხი იძახოდა რომ კარგი თუ იმიტომ რომ კეზარაში მოვიდა ტიროდა ჩემ თავდაცვის მინისტრს რომ ჯარისკაცები მომიკლეს რამდენიმე დაჭრილია თუ ეხლა რაღაც შეზღუდულ ოპერაციას მაინც არ გავაკეთებთ იძახოდა მაშინ ყველას დაგუხოცავენ იქ იმიტომ რომ არიან ჯარისკაცები არა მოყოლნი ამ უბედურებაში და მოსახლეობაც და რაღაცას ნებართვა მომიც მოთხეთ და ჩემი პასუხი იყო ხა კეზარაშვილთან სამდე გადავამოწოთ არ ვიცით მაგრამ
იყო ყველა რომ დაგიხოცონ, თიც არ გავაცროთ. აი ესეთ პასუხი იყო, შვიდში. მაგრამ ნუ შვიდში ბუნებრივია, დილიდან უკვე დავწევ. ამ თანადრო ამ დროს მე ჩვენი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ბრიგადა არის ერაყში. ჩვენ არ ვიყავით სათომისთვის. ჩვენ ამ დროს არ გვაქვს სახაერო სისტემის საკმარისი და რაფაელის სისტემები ისრაელიდან ქონდა ნაყიდი და ჩამოდიოდა წლის ბოლოს და გადაგვიფარავდა თელცას. ჩვენ ვიყავით ხანდა 200 განადგარი შეკვეთილი ბულგარეთში ძალიან მაგარი დახმარება იქნებოდა. ჩვენ გქონდა სამხედრო საველე ჰოსპიტალი მოდიოდა გერმანიიდან უკვე გზაში იყო დატვირთული იყო გერბებს და გერმანელებმა უკან წაიღეს. ჩვენ გქონდა ამერიკელებთან შეთანხმება რომ სტინგერებს მოგცემდა დიდი რაოდენობით და ბოლოს ეტაპზე ვიყავით ამ მოლაპარაკებების. იმდენი რაღაცა გვაკლდა. ყველაზე ცუდი დრო საქართველოსთვის რამეში ჩარბის იყო 2008 წლის ზაფხული, ეს რუსებმა გადასარევად იცოდა. ბატონ მიხეილ, თუ ამდენი ავტორიტეტული ფიგურა და მათ შორის თავად რუსეთის ხელმძღვანელები თქვენ გაფრთხილებდნენ და პირდაპირ გეუბნებოდნენ, რომ საქართველოს ელოდა ომი, რატომ აღმოჩნდით ჩვენ ასე მომზადებლები ამ ეტაპზე? მომზადებლები როგორ აღმოჩნდით, ისტორიულად ვემზადებოდით, რაც შეგვეძლო. დრო არ იყო საკმარისი. ხა ჩვენ ეხა მედვედევი რო იდას 50-ჯერ გაგზავნეს თუ 100-ჯერ სამხედროს ხო თქვა ეს რაღაც ეს მათი არგუმენტი ხო. საიდან გავზარდეთ? დიახ, ბიუჯეტი მან განაცხადა რომ 50-ჯერ გაიზარდა 2003-დან 2008 წლამდე. 2003-დან ხო და 2003-ში რამდენი იყო? 0. და ჩვენ აი ეს იგივე გლის ლოგიკა რა. რაც არ უნდა ქრას ცხვალმა. ყველაფერი არის პროვოკაცია. ჩვენ ქონდა ყველაზე პატარა ბიუჯეტი. სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ბიუჯეტი დსთ-ში მოგონი ჩვენზე პატარა აქ მანდა მოლდოვას ქონდა მილიარდამდე ვიყო გაზდაზე ლაპარაკი მილიარდზე წოდე ყველაზე ფიქზე ქონდა მილიარდი და იქიდან რომ დავიწყეთ იმიდან რომ არაფერი არ ქონდა და ჯარი მარტო ჩვენ არაფერი რას ნიშნავს არც ყაზა არ მქონდა არც ფეხსაცმელი არ მქონდა არც საჭმელი არ მქონდა ხა იარაღზე აღარ ვლაპარაკობ აი როცა ეს ყველაფერი აი დაახლოებით მაგ დროისთვის ვიწყებთ უკვე სერიოზული იარაღის შესყიდვას რაც უკვე აზერბაიჯანს და სომხეთს დიდი ხანია ქონდა ასე რომ აი ესეც ნათელი მადასტურია იმისა რომ შარზე იყვნენ ხო რა თქმა უნდა ჩვენ არ გქონდა დრო იმისაც რომ მომზადებულიყავით რა თქმა მაგრამ მე კიდე მინდა დავსვაკითხო საქართველოს ისტორიას ახსოვს ბევრი გმირი მეფე რომელიც ჩაერთო ბევრ უიმედო ომში მე არ მახსოვს რომელი მეფე გმირად გამოეცხადებიათ ხოლმე იმის გამო რომ ბრძოლის ველიდან ბრძოლის ჩააბარა მტერს ყველაფერი ხელი დაიბარა და გაიქცა იყო ვახტანგ მეექვსე ხო მაგარი განათლებული კაცი მაგარი მეფე იყო უცებ ერთ ჩვენ დღეს დაკრა ფეხი თელ თავის საუკეთესო ხალხს მოკიდა ფეხი და წავიდა რუსეთში გადაიხოცვა რაც უნდა ვეფხისტყაოსანი დაებეჭდა რაც უნდა ლექსიკონები კანონები მიიღო ხა ქვეყანა მიატოვა წავიდა 21 წელს მე შევიკებმა როგორც კი დაინახეს რუსები მოადგენ თბილისს დაკრეს ფეხით და მატარებაში დროებით წავით გავიხურე და მე თელი ცხოვრება ამას ნანობდე საქართველოს ხალხს არ მოუწია მე დავდე ფიცი აღმაშენების საფლავზე გელათში მე ნამდვილად არ ვადარებ ჩემ თავს არც აღმაშენებელს არც დიდ მეფეებს მაგრამ ყველა ქართველ საქართველოს მმართველმა მე თუ მე დემოკრატიულ მარჩეულმა უნდა რაღაც სტანდარტს მისდიოს ქართულ ხალხს არ მიუწია ჩემთვის არ მოუწია ჩემთვის მანდატი რომ მტერს ჩააბაროს ქვეყანა და თუნდაც უიმედო ბრძოლაში ყველაფერი პრაქტიკულად სრული კაპიტულაცია გამოაცხადოს. ეს იყო რა თქმა უნდა ძალიან მძიმე ბრძოლა. და საბოლოო ჯამში ისტორია გავგჭირს ჩვენ, იმიტომ რომ ქართული სახელმწიფოები რო ჩვენ გადავარჩინებთ. ასე რომ იყო თუ არა აცილებადი, როგორც ფინეთი ვერ აიცილებდა, როგორც ჩეხოსლოვაკია ვერ აიცილებდა, როგორც ავღანეთი ვერ აიცილებდა 69-ში, ჩეხოსლოვაკია 68-ში, როგორც უნგრეთი ვერ აიცილებდა 56-ში, როგორც ლიტვა ვერ აიცილა რუსული სამხედრო ინტერვენცია 91-ში, როგორც პოლონეთმა ვერ აიცილა 1929 წელს. როგორც საქართველოს ვერ აიცილა 1921 წელს, იმიტომ ქართველები სტალინის ბითითები შემოვიდნენ ესენი. რა თქმა უნდა საქართველოს ამას ვერ აიცილებდა 2008 წელს, მაგრამ ჩვენ ვიყავით ერთადერთი ქვეყანა ისტორიაში. მე-20 საუკუნის და მე-21 საუკუნის დასაწყისში. რომაც შეძლო სრულფასოვანი და რამდენი შემოვიდა რუსი? 50000 შემოვიდა ეგრევე, აფხაზეთიდან 20 და აქედან 30 და 60000 იყო უკან, 200 თვითმფრინავი, 2000 ბრონეტექნიკა იყო მეტი, ვიდრე შევიდა ავღანეთში ჩვენზე ბევრად დიდ ქვეყანაში 79 წელს. ავღანეთი 2 დღეში აიღეს თლიანად. ჩეხოსლოვაკია აიღეს 2 დღეში, უნგრეთი აიღეს 3 თუ 4 დღეში, მიხედავთ რომ ძალიან მაგრა იბრძოლეს ქუჩის ბრძოლებში უნგრელებმა იმ ნადის დროს. ჩამოახჩეს ხელმძღვანელობა უნგრეთის, მოკლეს ავღანეთის პრეზიდენტი, გაანადგურეს ბალტიის ქვეყნების ხელმძღვანელობა. ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელსაც არ მხოლოდ თლიანად ვერ დაიპყრო რუსეთმა, ამ ხილა ინტერვენციის შედეგად დავფიქრეთ ამაზე. არამედ რომელსაც არ მოაწერა ხელი, როგორც ფინეთმა, რომელიც ვერ დაიპყრო, ფინეთი ძალიან გავდა, იმიტომ კარელია დაიწყო, ვითომ კარელია უნდა და მაგრამ მთელი ფინეთი უნდა, ჰელსინკის აღება უნდა, ზუსტად ესე დაიწყო ცხინვალით, მაგრამ უნდათ თბილისი, რა თქმა უნდა. ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიები დროებით კი ოკუპაცია მოახდინა,
მაგრამ არც ერთ კაპიტულანტურ ხელშეკრულებას არ მოუწერეთ დღემდე. ეს არის იმხელა სტრატეგიული მარცხი რუსეთის. ეს არ არის ჩვენი გამარჯვება და ქვაკრა სააკაშვილი თქვის რომ ეს არ გამარჯვება. როდის თქვი რომ ეს გამარჯვება? როდის თქვი რომ ეს არის გამარჯვება? სანამ ჩვენი ტერიტორიის თუნდაც ერთი მტკაველი არ ოკუპირება. აი საქართველოს სააკაშვილი ძახს რომ ნიღაბი მოხსეთ რუსეთს. როდის თქვი ვამბობ ესეც ისულეს, მაგრამ რუსეთი იძულებული გახდა. ჩაეყვანება თავისთავად სრულიად წამგები ამ მდგომარეობაში, როცა მას ეხა სეპარატისტულ რეჟიმთან კი აღარ გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ამას ყველა აღიარებს, მე მგონი უკვე საქართველოს თავრობის გარდა რომ ეს ოკუპაციაზე აღარ ლაპარაკობს. მაგრამ ამას აღიარებს ამერიკა, ევროპა, ჩვენი მეზობლები და ბევრი რუსი. ოკუპაცია. ოკუპაციას ყოველთვის მოყვება დეოკუპაცია. რუსეთი ჩადგა პრაქტიკულად ისტორიულ ჩიხში, საიდანაც ან არის დანარჩენი საქართველოს დაპყრობაც. რისი იმედი რა თქმა უნდა მათ არ აქვს მოშლი. ან იმ ტერიტორიების და 2008 წელს ბატონ მიხეილ ხომ არ ქონდა ცდილობა თქვენი მხრიდან იმას რომ ბოლოს და ბოლოს გამოსულიყავით კრავის როლიდან. რო კრავის როლიდან რო გამოხვიდე, ამისთვის უნდა ქონდეს გელზე დიდი კბილები და გელზე დიდი თავხედობა და ბოროტება. ხა, არ ამგონია რომ საქართველოს ინსტინქტში იყოს ეს, რომ ხა როგორ რაღაცაა ხა ჩვენ ყოველთვის ყავდა დიდი დამპყრობლები და ჩვენ ყოველთვის ქონდა ცდუნება ხა რომ ამ დიდ დამპყრობელს ენა მოუჩლიქოთ. ქონდა ეს ცდუნება და ხა არის კი მე ვიყავი პირველი ლიდერი დსთ-ში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველი რომელიც თავი არ დაუხარა რუსეთს. მაგრამ შევარდაძე რო ხრიდა თავს რაც კარგი ჩიტი დაიჭირა. ყველაფერზე მოაწერეს ხელი არაფერი არ მიცეს, რამდენჯერ მიიყვანეს დევნილები ენგურის ხით, აი ხა გადაყავს, მოგვიწერე ხელი და მე მიიყვანეს ორი კვირა აღადავებდნენ ესე, ამაიმუნებდნენ მართლა, სხვა არაფერი არ ყო იმას. და მაშინ კიდე საჩუაზე იყო, მაგრამ ხო ყლაპა ეს. მე ვიყავი პირველი ლიდერი, რომელიც არ მოუხარა თავი, რომაც თქვა რომ, როცა მითხარ რომ შენი უშიშრობის მისით ჩემ უნდა იყოს ვალერი ხაბურზანი მეორე დღეს უმოხსენით იქიდან, რომაც თქვა რომ ზაკოში ჩვენი ანტიტერორისტული შტაბი უნდა იქნას გადაუტანეს სხვა საუბარს თემა, რა თქმა უნდა არ გაუკეთეთ და რაც თამარია ჩვენ პირველად კავკასიაში ავაშენეთ მრავალი საუკუნის გამოში თანამედროვე სახელმწიფო. იცით რატო რა მოხდა 2008-ში? იამადაევებმა ჩეჩნებმა თქვეს უარი ცხინვალში ბრძოლაზე. ჩვენ ორივე იამადაევი მოკლეს ამის შემდეგ. ერთი საემიროებში, სადაც გაიქცა, მანამდე მისი ძმა მოკლეს თეთრი სახლის მოსკოვში. რატო? იმიტომ რომ უკვე ჩილო კავკასიური პოლიტიკა ქონდა. ქონდა ის რომ ჩვენ შევძელით ამ ხალხებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ რუსეთის ადრე თუ გვიან კონტროლს დაკარგა, ადრე თუ გვიან ჩემი ვარაუდია მაქსიმუმ რამდენიმე წელიწადში, აი ამ თელ პერიმეტრზე, აი რასაც უყურებთ, უბრალოდ ახლა ღამეა, მაგრამ დღე უყურებ ხოლმე იქით რა არის. იქ დაკარგავს აუცილებლად კონტროლს. ჩვენ ამ ხალხებთან ურთიერთობა, მაგრამ ამ კონტროლის დაკარგვას პირველი ეტაპი 2008 წელი, როცა იამადაევების ჩეჩნმა რაზმებმა პრაქტიკულად ცალკეულ გამორაკლისზე უარი თქვეს ბრძოლაზე. ეს არის რაც ჩერქეზები დღეს ადიღელებს უმინიშლოვანეს ნაწილი. დღეს რო იყოს აფხაზეთში თითის გამწევები არიან და თუ იომებდნენ, ჩვენ ომი არ გვიდა, მაგრამ რო იყოს 92 წელი, იომებდნენ საქართველოს ხარეს. რამდენიმე ჯერ ჩამოვიდნენ მათი ლიდერები და მე ვიცი მათი რიტორიკა რა არის დღეს. ეს ყველა პატარა ერია და მათ თუ ადამიანებად მოეპყრობენ სოლიდარობის განცდა გიჩნდება და ჩვენ მუდმივად გვიყალიბებდნენ ის რომ ჩვენ ესენი არიან ჩვენი მტრები და თურმე ერთ მორწმუნე რუსეთ რომელიც ჩვენი ეკლესიები დაანგრია გადაღება მოგსპო ის არის კარგი. რა თქმა უნდა შეგვიძლია ვილაპარაკოთ რომ პატრიარქი ჩავიდა და ყველა და სახალხო დიპლომატია ვაკეთოთ. რა თქმა უნდა სახალხო დიპლომატია თავისთავად პრობლემა არ არის. მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ იმ ადამიანს რაენაც როგორი ენითაც არ უნდა გელაპარაკოს, რა სიტყვების არ უნდა გითხრას, ეს არის მონღოლური სკოლა პოლიტიკის კეთების, ხო? ჩვენ ხალხთან უნდა გქონდეს ურთიერთობა. ეხლა მე თვითონ სახალხო დიპლომატიის ვაწარმოებ, მაგრამ ყვალის პაზ დღეს ველოსიპედით ილიას ტბას დავდიოდი. მოვიდა ჩვენ ვართ პეტერბურგიდან, ჩვენ ვართ მოსკოვიდან. გადავიღოთ სურათები, აბა როგორ მოგწოთ, აბა როგორ ახართ ბაკურ ციხეში ვსწორებთ, ზოგი სასტუმროში საზღვარზე ვხვდებოდ. ეს პრობლემა არ არის. ეს პირიქით, რაც უფრო მეტი ხალხი ჩამოვა, მით უფრო მეტი უსაფრთხოების გარანტიებს გვაძლევს, მაგრამ ჩვენ რა ვიცით, ჩვენ სახელმწიფო ვართ. ყველა ამ ლაპარაკის უკან, ყველა ამ შეხვედრის უკან უნდა გვესმოდეს, რომ მტერი არის მტერი, შენი მოძული არის მოძულე, შენი განადგურების მოსული არის, შენი განადგურების მოსული და სტილი, რაც ქონდა აღამ ახმად-ხანს, მონღოლებს მანამდე მურვანყრუს, მანამდე რამდენი პრობლემა ყავდა ხა ჩავთვალოთ და რუსები ამათ იყო კლასიკური განსახიერება, ყოველთვის ერთი იყო. შეიძლება ტკბილად გელაპარაკოს, მაგრამ საბოლოო ჯამში აქვს მხოლოდ თავის ინტერესები. ამიტომ ჩვენ თავი არ უნდა მივუტყუოთ და სიცრუეში უნდა ვიწყოთ. დამხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ არასოდეს არ უნდა ვიყოთ აგრესიულები და რისი მიცემად შეგვეძლო მათ ამ წერილის ჩათვლით. რომელზეც ბევრი ვიფიქრე სანამ მივწერე ამ გავლენის ზონებს რეალურად. ყველაფერი გავაკეთეთ. რამდენი ის მოჩლება შეგვეძლო, ყველაფერი მოვჩლიქეთ. ნატოზეც უარს მომოვიდეთ.
გარდა ერთისა, საქართველოს ტერიტორიებისა და საქართველოს თავისუფლებისა შიდა განვითარების არჩევანისა. ამაზე საქართველოს ვერასოდეს ვერ იტყვის უარს. ბატონ მიხეილ, უშუალოდ ომამდე და თავად ომის პერიოდშიც არის ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც თქვენ ახლა შეცდომად თვლით. თქვენი მხრიდან ან ქართული ხელისუფლების სხვა წევრების მხრიდან. მე ყველაფერს გავაკეთებდი, რომ და მომავალში გავაკეთებ, რომ არასდროს არ აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში, როცა მომიწევს ჩვენი ჯარისკაცების გაგზავნა საომრად, მით უმეტეს უიმედო ომში, მით უმეტეს სამხელო მოწინააღმდეგესთან. და რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის იქნება ჩემი სინანულის და დიდი ტრაგედიის, რამდენიც ვიცხოვრებ, ყოველთვის თვალწინ მექნება ამ ბიჭების სახეები. გიორგი ანწუხელიძე, რომელიც არის ნამდვილი სიმბოლო, მოუდრეკავი საქართველოს, ეუბნებოდა თქვი, შენი პრეზიდენტი არის ასეთი და ისეთი. ეთქვა, ნეტავი ეთქვა. არა, არის. და გითხარი სად იყო შენ ჯარები, შენი ნაწილგუში. მარტო გეუთხრა, რომ მე ვარ გიორგი ანწუხელიძე. მეტი არც ერთ ინფორმაცია არ მიცოდა, ცემაში ამოხადეს ისე, რომ თავი ვერ დაახრევეს. და ამ ბრიყვება მე ეს ვიდეოზე დადეს. მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებებს, არც ერთი სხვა არჩევანი ჩვენ არ გქონდა. ყველგან გქონდა სულსა და უარეს შორის. 2008-ში მაშინ ახლა ჩვენ გამოაცხადეთ სამხრივად ცეცხლის შეწყვეტა. იყო სატელეფონო გადაჭერები, რომ სატანკო კოლონები არის საქართველოს შიგნით. შავი ზღვის ფლოტი იქ რო დაძრული საქართველოს მიმართულებით. ჩვენი საიტები იყო დაბლოკილი და პირველი რეპეტიცია ამის გააკეთეს ივლისში და ეს იყო პირველი შემთხვევა სოფლიო ომების ისტორიაში, როცა კიბერ შეტევა გამოიყენეს მოწინააღმდეგე საიტებზე, ეს წინასწარ ხდებოდა ყველაფერი. ჩემი საიტზე იცით რა იყო? ასავალ-დასავალშო ბეჭდава ყოველ მეორე ნომერში. ჩემი და ჰიტლერის სურათი, მე ჰიტლერის ულაში. ასავალ-დასავალის პროპაგანდა ზუსტად იგივე რაც რუსული და დარწმუნებული ვარ ბევრი კავშირებიც არსებობს ისე როგორც თავის დროზე მაგალითად ილია ჭავჭავაძე ებრძოდა გზავრი კვალი ზუსტად ესევე ასავალ-დასავალი ალია ებძვის იმას ყველაფერს იმას რაც ქართულ სახელმწიფოს ამაგრებს არ ამგონია რომ ეს არ იყოს სადღაც კოორდინირებული მე ანაულ კონსპირაციების მომხრე მაგრამ რაღაც დონეზე ალბათ რაღაც კოორდინაცია აქ ხდება ასე რომ და ეს ზუსტად ასავალ-დასავალის სურათები იყო ჩემ საიტებზე ასე რომ ყველაფერი ეს ხდებოდა და როდესაც უკვე გადაჭერები იყო შიგნით არის შემოსულები დაძრულია კოლონი ერთადერთი რაც შეგვეძლო გავკეთებია რომ გაგვეხსნა დერეფანი და ხალხი გამოგვეყარა იმიტომ რომ მეც ვეღარ შევდიოდი ჩემ ცელობა იყო იქნებ გადავიდეთ იმ სოფლებში ხურთა თამარაშენი კეხვი ყველაფერი უკვე ჩაკეტილი იყო ასე რომ და იქ იყო იქ იმდენი ენერგია ჩავდეთ ჩვენთვის ყველაზე უარეს გამოსავალი იყო ამდენი რაღაც ავაშენეთ ახლა მიწასთან რაც გასულ ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში შეინარჩუნეს ბოლოს ტვინი ეყოთ და ამ სპორტულ დარბაზში აუცილებლად დავიბრუნებთ. ასე რომ თავის ოლიმპიური საცურაო აუზეთ. ასე რომ რა თქმა უნდა ამ ხალხმა პრაქტიკულად ეს იყო ჩვენ გამოსავალი. როდესაც 9-ში ჩვენ სადაზორო პირველ სადაზორო ასეულს მეორე ბრიგადის ხრულოვი რა დაეჭრა მძიმედ. და რუსეთის ტელევიზიამ გაუშვა ეს კადრები და შემდეგ გააკრეს YouTube-დანაც კი. როცა ხრულოვი ძიმედ დაჭრილი მოსქვავს რომ მთელი ბატალიონი განმეორდა 30 ოფიცერი დაიღუპა კიდევ რამდენიმე ათეული ჯარისკაცი ჩვენი შეტევის შედეგად და რატო იყო ეს მნიშვნელოვანი ხრულოვი გაიქცა მაგრამ ამით პუტინი სასწრაფოდ ჩამოფრინდა და ის ოსი ადგილობრივი დაქირავებულები რომელიც ყავდათ გაიწვიეს იქიდან და შემოიყვანეს ფსკოვის დივიზია ის დივიზია ზუსტად რომელიც თავის დროზე შევიდა ბუდაპეშტში 56 წელს ანდროპოვის მეთაურობით და რატო იყო ეს მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ამან მოგვაგებია დრო ჩვენი მოსახლეობის იქ რომ მხოლოდ ოსები დარჩენილიყო განსაკუთრებით ჩილოსიდან შემოყვანილი ეს აბსოლუტური მანქურთები საერთოდ ყველას ყელს გამოჭედა ადგილობრივს ხრულოვის დაჭრა და ამ თან დისპოზიციის შეცვლა მოგვაგებია დრო ხალხი გამოყვანილი და იამადაევის დახმარებაც იმიტომ რომ იამადაევმა დაგუხმარა ჩვენ კოორდინაცია კი არ ქონდა გააკეთა ის რომ უშუალო დავალება პირდაპირ ტერორის ძალიან მცირედ შეასრულა. ამიტომ ეს ყველაფერი დარჩა რუსეთის რეგულარულ ნაწილებს და ადგილობრივ თუ ჩილოეთიდან შემოყვანილ ოსებს. ასე რომ ამ ხრივ რაღაცეები ბოლოს რა თქმა უნდა გაკეთდა მაქსიმალურად სწორად რაც შეიძლება გაკეთებოდა. ხალხის დიდი რაოდენობა გადარჩა. დრო მოვიგეთ ჩვენ დიპლომატისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დიპლომატიამ შემდეგ საბოლოო ჯამში დიპლომატიამ და ამერიკის მეექვსე ფლოტმა გააჩერა რუსები. აბა მართლა თქვა გიჟერაც რომ მედვედევს არ უნდა თბილისის აღება. მართლა ხა ყველაფერს ხა ომის შემდეგ მუშტების ქნევას რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა გაცხადებული ქონდათ ეს უთხეს კონდოლიზა რაის რომ ჩვენი სრული მიზანია საქართველოს სრული განადგურება და ეს ამერიკელებმა დაიჯერეს თქვენი ამერიკელების პირველი შემოთავაზება ჩემთან ის კი არ იყო რომ ფლოტს გამოვაგზავნით ან თვითმფრინავის გამოვაგზავნით პირველი შეთავაზება როცა შეიკრება თეთრ სახში როცა ბუში დაბრუნდა პეკინიდან
იყო, რომ ჩვენ მოვახდენთ შენ ევაკუაციას თბილისიდან სამხედრო ძალებს. შენ და ამოირჩიენ შენ მთავრობის იმ წერილებს, რომის გაყვანა გინდათ. თუმცა ამავე დროს რამდენადაც ვიცი კონდოლიზა რაისიც მათ შორის გაფრთხილებდათ, რომ თქვენ ყველაფერი უნდა გექნათ იმისთვის, რომ არ აღმოჩენილიყავით ჩათრეული სამხედრო კონდოლიზა რაის არ ჯეროდა რომ ეს მოხდებოდა. ამიტომ ხანდახან ეხლა რომ ამბობენ ხომ ჩვენ ვაფრთხილებთ სინამდვილეში ეს არის იმის გაცდელობა, რომ ყველას უნდა ისტორიაში მაგრა გამოჩნდეს, ხო? ამ ყველაფერს ჩანაწერები არსებობს. ჩვენ ვაფრთხილებთ რომ დაიწყება. ეს მგონია შანსი არა. მისი საყვარელი ფრაზა იყო I know the Russians. ვიცნობ რუსებს, they will not do it. Steinmeier გერმანიის საგარეო მინისტრი, რომელიც ბევრად უფრო შეიძლება ნაკლებად იყო ჩვენ მას სიმპათიით განწყობილი და ბევრად რუსული იყო, იმან პატიოსად გითხრა, რაც მოხდებოდა. იმან უკეთესად იცოდა, რუსებს უკეთესად იცნობდა. ასე რომ ეხა ვირას გვაქვს ჩვენ ვაფრთხილებთ, ყვიროდით, ყმუოდით, რა ვიცი, ყველაფერს ვაკეთებთ. ნატოს ვეუბნებოდით, რომ მოიწვიეთ სასწრაფოდ საგანგებო შეხვედრა და წინასწარ. ნატოს გენერალურ მდივანს დაურეკეთ წინა დღეებში. და რა პასუხი ჰქონდათ მათ ამაზე? გავაცაი სიტუაცია. მერკელი იყო დასვენებად წასული კუნძულებზე, დანარჩენი იყო პეკინში წასული, იდეალური სიტუაცია იყო, ვერავის ვეღარ უკავშირდებოდა, იდეალური რუსებისთვის. ვერავის ვეღარ უკავშირდებოდით. და პრაქტიკულად რა მოხდებოდა? ჩვენ რო არ შეგვებრუნებია ხელი, ისინი შემოვიდნენ. ომის სიტუაცია რა იყო, ხო? ეს ყველაფერი მოხდა დაცხილვები. 50 სამხედრო ჟურნალისტი ჩამოიყვანეს ივლისის ბოლოს. სამხედრო ჟურნალისტი ვიღაცა ისეთი არა, რომელიც იმიტირებდა მე ეს ბევრჯერ გამოჩნდა ნეკრასოვის ფილმშიც, რომ ვითომ სროლებია. იმიტომ რა ფერა ხდებოდა ამ დროს. გაიყვანეს მოსახლეობა ევაკუაციით. იმიტომ კი არ გაიყვანეს უყვარდათ ოსები. იმიტომ რომ ვიწრო გზა არის როკის გვირაბის და როგორც კი თუ იქიდან დაიწყებოდა სროლები, მე ეს მოსახლეობა გაებლანდებოდა ფეხებში. ამიტომ მოკიდეს ხელი, ესე იავეჩნენ წესით, რასაც რუსები ეძახიან, ჩამოიარეს, ჩემი ერთი ნაცნობების ოჯახი იყო იქ და უთხრეს, რომ თქვენ და ჩვენო არ გვინდა წასვლა და თქვენ ვისი მოქალაქეები ხართ? საქართველოს რუსეთის პასპორტები არა, მაშინ იყავით. და ყველა მათი მეზობელი გაიყვანეს. ასე რომ ეს ბაკურიანელი ოსები არის, რომ ჩასვლის იხსახლი იქაცა. ასე რომ ყველა სიმპტომი იყო იმისა, რომ ეს მზადდებოდა. ნუ აღარ ვლაპარაკობ და გრუს სპეცრაზმი, რომელიც შემეყვანეს ტრიაყანაზე. პირველი ცეცხლი, ეხლა რაც დანამდვილებით არის დადგენილი სამშვიდობოს რუსებს გავხსნა გრუს სპეცრაზმი. ეს ისე ერთ-ერთზე არის ამოღებული მათი სახელმწიფოებიდან. ფინეთში რო დაიწყო ომი, პირველი ხო რა უთხრეს ფინეთს, რომ მოგვეცეთ კარელია, როგორც ჩვენ გვეუბნებოდი, მოგვეცეთ აფხაზს დაივიწყეთ. გჭირდება რა კარელი, ეხლა როგორ კარელია გჭირდება ეუბნებოდა სტალინი, როგორც გვეუბნებოდა აფხაზს გჭირდება სოჩის ოლიმპიადაში დაახლოებით. ესეთი იყო ხო მესიჯი. ფინელები არ წამოიგენ ასეთ პროვოკაციას, მერე გრუს სპეცრაზმი დადგა გამყოფ ხაზებს შორის, ერთად დინარეს და დაუშინას საბჭოთა შენაერთებს და მერე აღშფოთებული შრომელები გამოვიდნენ ქუჩაში პეტერბურგში და სხვაგან და თქვენს რომ შევდივართ. მედვედევ ურცხვად რო იმეორებს, ისტერიულად იმეორებს, რომ სააკაშვილო მოკლა 3000 კაცი, ამოიღეთ ჩანაწერი. ურცხვად ისტერიულად იმეორებს, აბა 3000 კაცი მოკლა, არ შევიდეთ, ხო? ეხლა რო აღმოჩნდა რომ არ მოგვიკლავს, ეხლა რო ვქნათ. აქვე უნდა გავიხსენო მე რომ აღმოჩნდა რომ 100 კაცი ძლივს ამოიღეს სია და პრაქტიკულად თითქმის ყველა იყვნენ მებრძოლები. კიდევ ერთი ბრალდება სწორედ მებრძოლებთან დაკავშირებით, მან აგრეთვე თქვა, რომ ქართველი სამშვიდობოები ცხრილავდნენ რუს სამშვიდობოებს, რაზეც მან თქვა, რომ ეს საერთოდ გაუგონარი იყო. მე მოგახსენე, კონდა ასეთ ფაქტს, რამე ეტაპზე მივიდა იყო კლასიკურობის დაპირისპირება, ვისაც ახსოვს, გახსოვთ, ხუთში ჩაერთო ცხინვალის ტელევიზია ქართულად. ძალიან სასაცილო ესეთი ოცური აქცენტით. აი ანეკდოტებიდან რო იყო ხოლმე ამაღებული ადრე ოსებზე, ხო ოსებს არ მიყვარს და ცუდად არ ვაობ. ვიღაცა ის გამოვიდოდა რაღაც ესე და კითხულობდა ცხინვალს საომარ ტექსტებს. ესე ტელევიზიის ჩართვა უკვე არ უთხოვარ ნიშან რომ იწყება. ბევრი ნიშანი დაალაგდა. საიტების დაბლოკვა, სამხედრო ტელევიზიის ჩართვა, რესპუბლიკა ირისტონის ქართული ტელევიზია, ქართველებო და მოგმართავდნენ. გრუს სპეცრაზმა გაუხსნა ცეცხლი რუსეთის სამშვიდობოებს. იმისაც რომ ქონათ საბაბი. ეს არის ილარიონოვმა ძალიან კარგად გამოიკვლია და იქნება ბევრი რაღაცა ჩანს. იქ თვითონ რუსი ჟურნალისტებს გამოთქვით, რაც თორე ბევრი მათ წამოწა. იმდენი გავცადა ინტერნეტში მე ამ რუსი სამხედროს რომ წინასწარ გადაისროლეს, შობლები და მოხსნეს მოსკოვის ცენტრიდან პენსიონერები მოხსნეს. ძალიან ბევრი რაღაც ეხა უკვე იმდენი ინფორმაცია დაგვდა 5 წლის თავზე კიდე ძახილი რომ საქართველოს რაღაც პროცესია მოახდინა თუ სუმთლად უსინდის რა ხარ ეს შეუძლებელი. პრობლემა ჩვენ რაში გვაქვს რომ დღეს რუსეთის პოლიტიკა რა იყო ლობისტებზე რას აძლევდნენ შეკვეთას რომ ჩვენ კი არა ვართ კაი ხალხი. მაგრამ ეს რუსეთს არ თუნდა რომ კაი ტიპები იყვნენ, კარგი ტიპები იყვნენ. რუსეთს უნდა ჩვენ ვიყოთ ცუდი. მაგრამ საქართველოს ხო ცუდი ხალხია. და ვისაც არ უნდა არაფერს კეთება, იმისთვის ადვია ხო ორივე და არ ჩავერიოთ. რომ თუ არ ერევი, მაშინ ცუდად არის ჩვენი საქმე. რუსეთს რა ენაყურებ, რუსეთი დიდია და ძლიერი, ხო? ჩვენი დღევანდელი
მთავრობის ბევრი წარმომადგენელი იგივეს იმეორებს. ორივე მხარე დამნაშავეა. ეს არის რუსული პროპაგანდა. ორივე მხარე დამნაშავეა. აი ორივე ამანაც პროვოცირება მოახდინა. ეს არის მათ სრული სახსრება. ხო თქვა ნათლად პუტინმა, როდის იქნება თქვენი არჩევანი? მაშინ მე ვილაპარაკოთ. მე არ მინდა რომ დღეს ის რაც რუსეთმა სტრატეგიულად ვერ მიიღო 2008 წელს. ქართველი ერის გმირული წინააღმდეგობის გამო. იმის გამო რომ ხალხი გამოვიდა ქუჩაში. დღეს იმის გამო რომ ბევრი ადამიანი გაჩნდა, მათ შორის მთავრობაში, რომელიც იგივეს იმეორებს. აი ესე დონეზე მათ დღეს ბევრად ამით კი არ შემცირდა ჩვენ მარცხავთ. იზრდება ჩვენ მარცხავთ. იმიტომ რომ მათ უკვე დღეს განსხვავებით 2008-დან ეგულება თბილისში მე-2008-დან ეგულება თბილისში მე-5 კოლონა. ეგულება თბილისის ხალხი რომ შემოვა დახვდება გამზადებული ინფრასტრუქტურა. ჩვენ ყავს ახლა პოლიტიკური პარტიები, რომელიც ღიად ფინანსდება პირდაპირ რუსეთს არც მალავე თვითონ და რომელიც პირდაპირ იმეორებს მათ პროპაგანდას ღიად, ხო? სხვა თუ არაფერი წინაარჩენზე 2 მილიარდი მიცეს, ხო? გამარჯვებული სუბიექტის ლიდერს. ახლა ამას ხო არავინ არ უაღოს, მათ შორის თვითონაც. ასე რომ ეხლა მეშინია ყველაზე მეტად ჩვენ არ წავალოთ შვიდობიან დროში ის, რაც მათ ვერ მიიღეს, ომის ვერ მიიღეს ვერც ენერგოემბარგოს გზით, ეკონომიკურ ემბარგოს გზით, პროვოკაციების გზით. და ეხლა ჩვენ თვითონაც ჩავბარდეთ. რატო, როცა საქართველოს მართლა აქვს ისტორიული შანსი, გახდეს თანამედროვე დამოუკიდებელი, წარმატებული ძალიან წინწასული სახელმწიფო. აი ეს არის დღეს ქართველი ხალხის არჩევანი და ამ არჩევანს ვერანაირ გააკეთებს ქართველი ხალხის ნაცვლად, ვერც ერთი პოლიტიკოსი. ბატონ პრეზიდენტო, მე რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა დაუბრუნდე ნატოს თემას. თქვენ თქვით, რომ მზად იყავით ნატოც კი დაგეთმოთ იმისათვის, რომ თავიდან აგეცილებინათ ომი და შესაბამისად ტერიტორიების დაკარგვა. როგორ ფიქრობთ? აქედან გამომდინარე, ახლა ვთქვა თეორიულად, საქართველოს რომ უარი თქვას ნატოზე, რუსეთთან ურთიერთობას ეს მაინც ვერ შეცვლის? არა, რუსეთმა გითხრა რა გვინდა, შეცვლის როგორ? თქვას, რუსეთი ხედავს შესაზღვრებს ისე როგორც ხედავს, თქვა მედვედევმა, პუტინის დოქტრინა ეს, საქართველოს და დუგინი მაგას უიმეორებს და დუგინს სხვა შორის ახლა მეკავშირეება გამოუჩნდა საქართველოში, ეს არის პუტინის თავი იდეოლოგია, რომ საქართველოს და დათმოს აფხაზეთი და ცხინვალი და ალბათ სხვა ტერიტორიების და მინდა შეგახსოვოთ, რუსეთის დოქტრინაში საქართველოში არ უნდა იყოს არც სამეგრელო, არც სამცხე-ჯავახეთი და პრაქტიკულად ზოგიერთი ამბობენ არც სვანეთი. და რაჭარაზე ხო რაღაც ლაპარაკ, რაჭარა რა თქმა უნდა არ უნდა იყოს. ასე რომ აი ეს არის მათი დოქტრინა. ქართკახეთი, იმერეთი, ოღონდ ქართლის ნაწილი რა თქმა უნდა და რაჭა. ლეჩხუმი. ასე რომ აი ამ სიტუაციაში და გურიასაც გურია თუ აჭარასაც მივერთეს რომელიც გავა საქართველოს. ამას ამომე ხიათ. ამიტომ გეუბნებია რომ ერთი ესა და მეორე თუ საზღვრები დაივიწყეთ და მეორე თუ კეთილგანწყობა გვიდათ ნატოს დაივიწყეთ. აი რაც დარჩებით მე ეს უხელო უფეხო საქართველოს კუნძი. მე შეიძლება დაგელაპარაკოთ იმაზე რომ ამ კუნძთან უფრო ადამიანურ ურთიერთობა მე დღეში 10-ში არ გცემთ ხოლმე. რა გამოსავალი არსებობს თქვენი აზრით მაშინ როგორ შეიძლება არსებობდეს რუსეთი და მთლიანი საქართველო? გამოსავალი არის მხოლოდ სტატუს კოს შემთხვევაში გამოსავალი არ არსებობს. ერთადერთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იყო ის გზა, რომელსაც მე ვთავაზობდი და ჩემი მთავრობა ქართულად. სხვა გზა არ არსებობს. და რა იყო ეს გზა? ღირსეული, სწრაფი განვითარების პოლიტიკის. თავის არ დახრის. იმიტომ რომ თავის მოქონვით ჩვენ ვერ მოვატყუებთ დიდი ტყუილების და მონღოლური გამოცდილების მქონე პოლიტიკურ გამოცდილებას გულისხმობთ სამხედრო და პოლიტიკურ მანქანად. ვერ მოვატყუებთ. ჩვენი მოსატყუებელი კბილი მას დიდი ხანი იყო გამოჩლილი აქ. დათვის ბაბაიას ძახებით დათვის თავს არ დაგანებებს. თავს უნდა გაიქცე. და გაქცევა ის კი არ იყო საქართველოს აიღო და გადაიტანო მექსიკასთან სადღაც. გაქცევა არის ის რომ ძალიან სწრაფად განვითარდეს. გაქცევა არის ის რომ ავაშენოთ ახალი პორტები. ხა სინგაპურს სულ ემუქრებოდა ჩინეთ დაპყრობით. აბა დღეს აზრადაც არ მოვა ესეთ რამ. პირიქით სინგაპურმა აიღო ჩინეთის მოდელი. ჩვენ გზა იყო ის რომ მედვედევმა შარშან აღიარა, ეს ხო ყველა მოისმინეთ, ისე გავატარეთ, მაგრამ ქართულ რეფორმები მაგარი ორჯერ თქვა. იგივე მედვედევმა. და სააკაშოს მეზიზღება სააკაში, მაგრამ უნდა გადმოიღოთ მათგან მათი რეფორმა. გამოაგზავნა ხალხი, რომელსაც სხვა შორის ჩვენ მოვატარეთ. მედვედევის გამოგზავნილი იყო ეს ხალხი და ვაჩვენეთ ჩვენი იუსტიციის სახლები, პოლიციის რეფორმა, სხვა რაღაც დაწესებულებების სახელმწიფო და აღთვალებული წავიდა. უბრალოდ თქვა რომ რუსეთში ეს არ გამოგვივა. ასე რომ საბოლოო ჯამში აი როგორც ჩინეთმა გადაიღო სინგაპურიდან, ტაივანიდან ბოლოს რომელსაც დაპყრობას უპირებდა ყველაფერს განვითარების მოდელი, რუსეთმაც დაიწყო ჩვენ ამ მოდელის განვითარება. რაც უფრო მეტად იტყოდა ამას. რაც უფრო მეტად ჩამოდენ ეს ტურისტები, რომელიც აგენ დადიან გარშემო, რაც უფრო მეტად განვითარდებოდა აი ესეთი ტიპის ურთიერთობა, რომ საქართველოს წარმატებული წინწასული ქვეყანა,
მით უფრო ჯერეთი დანჩე საქართველოს დაპყრობაზე უარს იტყოდნენ სწრაფად, როგორც ახლა ესტონეთის დაპყრობა არასდროს აზრად აღარ მოუვა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ლიტვის და პოლონეთზე აღარ ვლაპარაკობ და ჩეხეთზე და უნგრეთზე. და შემდეგ, რა თქმა უნდა, წარმოიდგინეთ, რომ აი ასეთ განვითარების პირობებში, როცა ლაზიკა იქნებოდა აშენებული საოკუპაციო ხაზთან. 30% არიან აფხაზები აფხაზეთში. 30% ქართველები. დანარჩენი არიან, სომხები, ეხა ფერგანელი შემოიყვანეს და ცოტა რუსები. პირველი ქართველები მოიბობდნენ ამ ლაზიკას ცეად, შემდეგ დანარჩენები და აუცილებლად აფხაზებიც. აუცილებლად აფხაზები და რუსეთი აუცილებლად შემდეგ წლებში გავაჩილო კავკასიიდან. აი, აქ ახალ თქვენ და იმედია ყველა ცოცხლები ვიქნებით. ბევრი ფაქტორის გამო რუსეთს აქ დაკარგული ეროვნული იდეა, რუსეთი წავიდა რეცესიაში მიუხედავად ნავთობის საოლიფასია, ფიქალურმა გაზმა გრძელვადიანი პერსპექტივა მოუსპო სამხედრო სიძლიერის და პუტინი არის უკიდურესად არაპოპულარული. ეს ხალხი აქ რო ხდება, ეხლა დღეს მითხე ვიღაც გოგო იყო, я из Казани. Вы როგორ გიყვარხარ? Мы вас очень любим в Татарстане. У нас сейчас универсиада, вы приезжайте, да? Пожалуйста, приезжайте, пожалуйста. სურათები გადაიღეს, ავტოგრაფები ჩამოართვეს. ესეთი რუსი სულ პრომენტია, იმიტომ პუტინმა იმდენი წელი მლანძღა და ეხლა პუტინის პოპულარობა მოსკოვში, პეტერბურგში არის 20% და 30%-ია მაქსიმუმ რეგიონებში. დანარჩენი 70% ეძებს გამოსავალს. დაინახა იმ ხალხის დიდმა ნაწილმა რუს საქართველოს თემაზე ატყუებდა. ამიტომ გამოსავალი ეხლა ის კი არა რომ ამ მომაკვდავ იმას გავვარდეთ და ფეხები დაუყოლოთ და დაუკოცროთ. იმიტომ რომ გაბრაზებისგან ისე არის გაბრაზება, რომ შეიძლება ისეთ შაგარტყას ფეხი ამ დროს კონვულსიაში, რომ ყველაფერი საერთოდ სახე აღარ შეგჭეს. პირიქით. დავკონცენტრეთ ჩვენ ის კი არ უნდა ვთქვა რომ სააკაშვილის გასამართლებ კიდე კი ბატონო გაგისამართლებთ რა პრობლემა ომზე გაგისამართლებთ რა პრობლემა თუ ომზე არა კიდე რამეს მოვფიქროთ გაგისამართლებთ ხო ფაქტია რომ აგერ ვიღაცებს კორპორატორს შექმნეს კომისია რომლის ფუნქცია რუსების თავარი მოთხოვნა რომ მე გასამართლო ომზე ესე იგი საქართველოს დაცვაზე ეს მიიყვანოს ბოლომდე და ეს არაერთხელ თქვა პრემიერ-მინისტრს მე ხალხის რეაქციას რო ნახეს ხა ცოტა ხანი ჩაამიაძინეს თემა მაგრამ ცოტა ხანი მე ისევ განახდება და ხიან შევარდაძე აგულისათო მიდი მიაწექეთ შევარდაძე მართლა ყველა უბედურების ხელის მომწერი დაგომისის ჟენევის მოლაპარაკების სოჭის ყველაფრის ჩამბარებელი ყველაფრის დამანგრეველი იქიდან მოუწოდებს მოდი ეხა ისინი გამასამართლოთ ომზე იმისაც რომ თავი დაიცვას და კაპიტულაციაზე არ მოუწერეს ხელი 98 წელს რო ყოფილიყო ჩვენი თავრობა საერთოდ აღარ უქნებოდა ტერიტორიული პრობლემა დღეს ამიტომ მე მინდა უთხრა ყველა საქართველოს განვითარება ქართული ხალხის ხელშია თუ ქართული ხალხი გააგზავნებს სწრაფ განვითარებას არ მნიშვნელოვანია რუსეთის გზავრა როცა თბილისი ვეღარ აიღეს მეექვსე ფლოტის ჩარების გამო ამერიკის და ავიაციის და როცა აფრინდნენ ეს თვითმფრინავები რუმინეთში თურქეთში ჩვენ საზღვართან პატრულებდნენ შემოვიდა მათი ისა ყველაზე ფლაგმანი დაიძრა და ჩეინი მაშინ მითხა ჩეინი შესთავაზა ამერიკის ადმინისტრაციას როკის გვირაბის დაბომბვა რუსებმა ეგრევე მიიღეს მესიჯი მაშინ აკაც მე უარი თქვა გაყვალაზე მე უკვე ამერიკელების სხვა ის შემოხდავს ხო მე ვთქვა რომ მე არსად არ მტოვებ მე თბილისში დავჩები ჩემს სასახლეში მაგ აგაფეთქები მაგ სასახლეს ააფეთქები ისკანდერი ტუჩკოვიზე ერთ წამში კი ბატონო აგაფეთქო სარდაფში ჩავა სარდაფიანად ამოგთხენ რას თავაზობთ ჩამოდი ჩვენი სამხედრო თვითმფრინავები წაგიყვანთ არა no you understand no ხო და ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოს მე უნდა გააგრძელოს განვითარება საქართველოს უნდა გააგრძელოს წერება გააგრძელოს სწრაფი შენება და ჩვენ არ აგვაქვს უფლება რომ ეკონომიკა იყოს რეცესიაში ვინაიდან ეკონომიკაზე და არ აგვაქვს იმიტომ ეს არის ეს ჩვენი უსაფრთხოება დღეს არის სწრაფ განვითარებაში ხო მედვედევი ამბობს რომ სწრაფი განვითარებისთვის აუცილებელია პარტნიორი არაოკეანის მიღმა არამედ მეზობელი და ევრაზიული არაფერი არ აქვს შემოთავაზებული რუსეთი არის მომაკვდავი ეკონომიკური სახელმწიფო. ის ამბობს რომ ეს ევროკავშირის მსგავსი სტრუქტურა თანამედროვე სტრუქტურა იქნება და არასაბჭოთა არა ხო ფაქტია რომ ჩვენ რუსეთის ბაზრის გარეშე სწრაფად ვითარდებოდა და ეს რომ ღვინოს შეგვატანეთ ხა კარგია შეგვატანო ღვინო ხელშეკრულებას მოუწერეთ ხა ღვინოს შეგვატანიოთ მაგრამ ეს იქნება 0.1% ჩვენი ეკონომიკის ჩვენი ეკონომიკური ბაზრები არის ყველა მიმართულებით სადაც გაიხედა და საბოლოოში რუსეთსა და როცა გაქვს ბევრი ალტერნატივა მე რუსეთის ბაზარი თავისთავად გაქვს მაგრამ ჩვენი ამოცანა არის ისეთი კონკურენტულადები ვიყოთ ისეთ მოწინააღმდეგე ვიყოთ 100,000 ტურისტი რავედით 6 მილიონი ტურისტამდე მათი უმეტესობა რუსეთი არ არის კარგია რუსეთი შეიძლება იყოს სადაც მილიონამდე დანჩე ხო ადრე იყო ჩვენ ვიყავით რუსეთის მიერ შენახული საიდუმლო რომელიც ხოლმე მათი წოდა ასე რომ ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთს აქ ჭაკაც აქ ისინი რეცესიაში ესე მათი ეკონომიკა მცირდება ფიქალური გაზის გამო მათი ენერგეტიკული ბერკეტი ევროპაში მცირდება გაზპრომის წილი ევროპა გაზპრომმა დაკარგა შარშა 300 მილიარდი გაზპრომის წილი ევროპაში მცირდება 47%-დან უახლოეს წლებში დავა 17%-მდე რაც არის სრული კატასტროფის ტოლფასი გაზპრომმა დაკარგა ამერიკის ბაზრები და ეხლა კარგავს აზიის ბაზრებს ეს იყო მათი ბოლო ეკონომიკური და სამხედრო პოლიტიკური ბერკეტი მათი არმიის მოდერნიზაცია არ ხდება და შიგით აქვს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი აი ამ პირობებში რაც შეიძლება შორს უნდა ვიყოთ როცა ეს ჩამოიქცევა ყველაფერი ჩვენ არ დაგვექცეს თავზე
და შორს ყოფნა არის ევროატლანტიკური ორიენტაცია, ყოველგვარი ყოყმანის მოხდა. მე დედას რო თხეს რომ ნატოში გვიდა შესო გაეცინა. შევარნაძის დროსაც ეცინებოდათ. თუ საქართველოს იქნა სუსტი, არავინ არსად არ მიგვიღებს და კითხე ხო ეხა ცადეთო, კი მაგრამ ისინი არ მიგიღებენ. ნაწილობრივ არ ცდება. ჩვენ უნდა ვიყოთ კარგ ფორმაში. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ეს ყველა შენება და ჩვენ არ აგვაქვს უფლება რომ ეკონომიკა მცირდებოდეს. ჩვენ არ აგვაქვს უფლება რომ დიდი პროექტები შევაჩეროთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების ძალიან მყარი საფუძველი. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ევროპასთან და ამერიკას ჩახუტებთ, ჩვენ უნდა მთელ რეგიონს უყუროთ, მარტო ევროპას, ამერიკას არა, ახლო აღმოსავლეთ, თურქეთს, შუა აზიას, უკრაინას და რუსეთსაც, რა თქმა უნდა. მაგრამ ღმერთმა არ ქრას, რომ როდესმე ისე ბლის ხახა იყოს ჩვენი ერთადერთი საბუდებელი. და რაც შეეხება იმას, რომ ახლა ვიღაცა რაღაცას ჩვენ მაგივრად დასკვნებს გამოიტანს და შეუსრულებენ რამდენიმე მათ შეკვეთას და რუსეთი დაწყნარდნენ. რამდენსაც მიცემ, 10-ჯერ მეც მოგთხოვს. ეს არის მათი პრინციპი. მათთვის განვითარებული ქვეყნები მათ საზღვრაზე არ არის. ევროკავშირის პრინციპი რა არის? რაც უფრო განვითარებული ყველა ქვეყანა, მით უფრო კარგად არის ევროკავშირი. რუსეთის კოლონიური პრინციპი რა იყოს? რაც უფრო დაჩმორებული, დამონებული, გაუბედურებული ყავს გარშემო ქვეყნები, მით უფრო თავს კარგად აქვს. არასოდეს ეს ზუსტად არ გამოვლენა როგორც ბოლო წლებში. და ეხლა მართლა მე უნდა ვიყო თუ და თანაც შეგვიძლია ყველაფერი გაუბედურებული ვიყოთ და მაინც არაფერს არ მოგცემს. მაინც არაფერს არ მოგცემს. აი ეხლა რამდენი ზუსტად მოლდოვამ ბევრი რაღაცა გაუკეთა, რასაც ჩვენ გთავაზობდნენ არ უკეთებთ. რა მიცეს მოლდოვას? არაფერი. და აქედან ჩვენი გაკვეთილება და გამოვიდა. ბოლო შეკითხვა უნდა დაგისვათ ბატონო მიხეილ. მოვლენათა რეალური ფაქტობრივი განვითარებისგან გამომდინარე როგორ ფიქრობთ, როგორ წავა ამ სამკუთხედის ურთიერთობა დასავლეთი და შეგვიძლია კონკრეტულად ნატო იგულისხმოთ აქაც საქართველოს და რუსეთი. საითკენ მივდივართ თქვენი საკითხები, როგორია თქვენი პროგნოზი? ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. თუ ჩვენ გავაგრძელებთ საკუთარი თავის მოტყუებას იმითი, რომ შესაძლებელია კოჭის გარიგებით, გაგორებით, უთამოყარეობით, ყველაფრის დათმობით რაღა დროის მოგება და ვინმე ისე შემოვა და თავზე ხელს გადაგვეს უფასოდ გვაჭმევს და რაღაც 35 მაინთიანი ბილეთებით გადავრჩებით, ეს არის გზა, რომელიც არ მივყავართ არსად, რომელსაც მივყავართ ქართული სახელმწიფოების დაკარგვისკენ. მეორე გზა არის ძლიერი საქართველო, რომელიც რა თქმა უნდა თავის უსაფრთხოებას პოულობს ევროკავშირში და ნატოში, იმიტომ რომ უსაფრთხოების გადამწყვეტია, თუმცა როგორც ქვეყანა უყურებს ყველა მიმართულებას. უყურებს რუსეთსაც, შუა აზიას, თურქეთს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, უკრაინას, რა თქმა უნდა, შავი ზღვის პირეთის ყველა ქვეყანას, რუმინეთს, ბულგარეთს და იმის იქით ევროპას და გლობალური მოთამაშეა. საქართველო ხდებოდა ბოლო წლებში გლობალური მოთამაშე. ეს შემთხვევით არის მე-9 ადგილი რეიტინგებით, სოფლიოს პირველი რეფორმატორი. ჩვენი ხალხი ბევრ ამას ვერ გზნობდა, მაგრამ ჩხარს და ხალხი ვერ გზნობს, ეს ასია, ვიცი, რომ ბევრი გაჭირებული. მაგრამ დაცემას ხალხი იგზნობს. და მე ამას არ მომნიშნის მოგები, ძალიან მეწოდები ჩვენი ხალხი. მართლა მეწოდება და მართლა განვიცდი იმას, რაც ხდება. ამიტომ ეს არის უსაფრთხოება ჩვენი და რაც შეეხება იმას ბოლო წლებში ჩვენ რას ვაკეთებთ, საქართველოს სახელმწიფო ჩამოყალიბდა პირველად საუკუნეების განმავლობაში. პირველად კავკასიაში, თბილისი მართლა ხდებოდა კავკასიის ცენტრი. ჩვენი ბათუმი მართლა გახდა შავი ზღვის და ჩქარა ხდებოდა შავი ზღვის პირეთის თავარი გასაღები, თავარი სიამაყე. ლაზიკა იქნებოდა დაჭირდებოდა ამას 25 წელი და იქნება მომავალშიც შავი ზღვის პირეთის თუ თავარი არის ერთ-ერთი 2-3 თავარ პორტთაგან. ასე რომ ჩვენ ამას ყველაფერს ვაკეთებთ. ამიტომ ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რა გავაკეთეთ 2008 წელს, ეს ვიღაც თბილაშვილების, რა ქვია, ნაცვლიშვილების და რაღაც წულკიანების და ეგეთების განსაზღვრელი კი არ არის. მე გამში საქართველოს ისტორია იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. გაზის მომავალი მრავალი თაობა ქართველების, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ეს ჯგუფი. და მე დარწმუნებული ისტორიის ვერდიქტი იქნება სამართლიანი და ძალიან განსხვავებული იმასგან, რაც წარმოუდგენიათ დღევანდელი დღის ასავალ-დასავალის და სხვა ასეთი პუბლიკაციების თაყვანისცემლებს, რომელიც მოკალათეს საქართველოს დღევანდელ სამწუხაროდ მთავრობაში და იღებენ გადაწყვეტილებებს და ხშირ შემთხვევაში ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინა გვაქვს, საქართველოს აქვს ძალიან ნათელი მომავალი. მე ამაში დარწმუნებული ვარ, სწორედ ამიტომ გავაშენე ეს ვერნახი, უბრალოდ გავზარდე მკვეთრად. სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამ მეღვინეობის ცენტრს აქ თავის დიდი ბიბლიოთეკით. მე მინდა რომ ხალხმა ისწავლოს, იაროს, ეს არ არის ჩემი მამული, ეს არის მე მინდა იყოს სააკაშვილის ვაზის და ღვინის ცენტრი. და თუნდაც იმიტომ რომ თუნდაც კახელებმა იცოდნენ რუსული ბაზრის გარდა იმდენი სხვა ბაზარი არსებობს ღვინის. იმდანაც ძვირად შეიძლება კახური ღვინის გაყიდვა ამერიკაში, ავსტრალიაში, სამხრეთ კორეაში და იგივე რუსეთში. რომ მოდით ნუ დავხამდებით 35 მაინთიან ბილეთებში. და
$2 ღვინოს. გავყიდოთ ჩვენი ღვინო $20, $30 და ვიცხოვროთ ბევრად უკეთესად და ბევრად უფრო დაცულად. ეს ბრძოლა კიდევ გასაგრძელებელია ჩვენ ყველაფერი წინ გვაქვს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.